გამარჯობა საღამო მშვიდობისა კიდევ ერთხელ. ვხატავთ ნეიროგრაფიკას. თემა არის ძალიან საინტერესო. ჩვენი მიზნებისთვის, ეს რესურსები და ენერგიები, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ამ მიზნამდე მისაღწევად, ზუსტად ამ ჯადოსნობებს ჩავდებთ რესურსის და ენერგიების სახით ნეიროგრაფიკის ხატვისას და ეს პროცესი ეტაპობრივად განვითარდება და შემდეგ მატერიალიზდება. ვიდეოს თუ რაიმე ხარვეზე არ მოხდა, აუცილებლად შევინახავთ. თეკუნას დავუძახებ, რომ დრო არ დავკარგოთ. შემდეგი მანიფესტაციის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი სასამთვარეობებში 27 ნოემბერია. კარგი დღეა. თეკუნა საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობის. მე პირდაპირ ეგრევე ფურცელზე ვცდილობ ეკრანი დავაყენო, მე როგორ ვიცვალოთ და ისე ვისაუბროთ თან, როგორ ხარ? კარგად. გაფართოების და ფინანსური კეთილდღეობის დღეს თავს როგორ გქნო? გადასარევად. ძალიან კარგი. ეხლა ვცდილობ, ეხლა მითხარი რამდენად კარგად ჩანს ხაფურცელი. აი, დავაფიქსირო, ვცდილობ, რომ აი, ესე მე მგონი კარგია, ხო? კარგია. აი, ეს კითხვა და შემდეგ გავთიშავ კომენტარებს, რომ კარგად დაინახონ ფურცელი. რა გვჭირდება ხატვისასო და ახლა გავთიშავ კომენტარებს. ხო, ხატვისას გვჭირდება შავი კალამი, ტუშის კალამი, ან თხელი შავი ლაინერი, ფლომასტერი და დაგვჭირდება ცხადია სახატავი ფურცელი და ფლომასტერები ან ფანქრები. უმჯობესია ფანქრები, იმიტომ რომ უფრო ენერგიულად ვაფერადებთ ფანქრებისთვის და ჩვენი ხელის მოძრაობის, მოტორიკის მეშვეობით უფრო აქტიურად ხდება ჩვენი ენერგიის ჩართვა ამ ყველაფერში. აბა ეხლა როგორ ჩანს ყველაფერი მითხარი დამიდასტურე და აღარ გავამოძრავებ ფურცელს. კარგია, ხო, მე მგონი? არ ვიცი რამდენად შევშლის ხელს თოკი. ეხლავე ამასაც მოვაშორებ. ეს დამტენი ჩავთე. აბა ეხლა? კი, თანს. ოდე განათება როგორ? განათება სხვა ჭირდება ცოტა აწევა თქო. თუ მე ვერ ვხედავ. აბა მოდი შევეცდები. აი. უკეთესია? მგონი ეგჯობია. აჰა, ოკეი. კარგი, მე ხა ჩემი მეორე აკაუნტითაც შემოვალ მაინც რომ თან ვეცხედავდე ეკრანზე რა ხდება. კარგი, მოგესალმებით ყველას. მადლობა ანი პირველ რიგში. მისთვის რომ მომიწვიე შენთან ლაივში. ძალიან მიყვარს შენთან ერთად ხატვა. მე მგონი ერთადერთი ხარ, ვისთანაც ასე რეგულარულად ვხატავ. არასდროს რაღაცნაირად შენთან მიყვარს ხოლმე ერთად ტანდემში რაღაცების კეთება. დღევანდელ დღეზე მოდი შენ მოუყევი, მაინც შენ უფრო ექსპერტი ხარ ამ კუთხით. როგორი დღეა ასტროლოგიურად რა ხდება და მე გადავიყვან ალგორითმზე, იმ ალგორითმზე, რომელიც მომამზადე სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ამის ამ ყველაფერთან შესაბამისობაში. ზოგადად ხუთშაბათი დღე ჩემს რუტინში ძალიან განსაკუთრებულ ადგილას იკავებს. ესე მოხდა. რაღაცა ხუთშაბათს დღეს განსაკუთრებულობა მივანიჭა ეს ინტუიციურად მოხდა ეტაპობრივად, რომ არც ერთი ხუთშაბათი არ მოვიწყდება. ხუთშაბათი არის იუპიტერის წარმატების, გამარჯვების, გაფართოების პლანეტა იუპიტერის დღე, რომელიც შულდოსნის ენერგიებით არის მართული და
მისი გავლენით, მისი ენერგიით ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ჩვენს მიზანზე, ის რაღაცა განზრახვა სურვილი რაც გვაქვს, უფრო მეტად გავაფართოვოთ და უფრო დიდ მასშტაბში გავიტანოთ. იღბალი წარმატებაც ამ დღეს თუ ჩავდებთ რაღაცა ენერგიას, უფრო მარტივად გამოდის. თან ამას ემატება, რომ მერკური არის ახლა მშვილდოსანში და ეს კომუნიკაციის ურთიერთობის თემა კიდევ უფრო რაღაცა ლაღი და ღია და თავისუფალია. დღეს მთვარე არის თხის რქაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად აი მიზნისთვის რაღაცა კონკრეტული მოქმედების ნაბიჯის გადასატანად ძალიან კარგი დროა და ნუ მზე მორიერის ენერგია გვეხმარება, რომ ჯადოსნობა დავატრიალოთ ჩვენს დღევანდელ რეალობაში. და ხო, რაც ასევე ძალიან გასათვალისწინებელია, მთვარე არის აღმავალ ფაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგიების მოსაზიდად კონკრეტული სურვილის ასასრულებლად და კონკრეტული მიზნის მისაღწევად, მოკლედ ძალიან კარგი დღე არის და მოდი ეს დღე გამოვიყენოთ ჩვენთვის ნაყოფიერად. გეთანხმები, ესე იგი ყველაფერში მშვენიერი შესავალია, უკეთესად ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყოდი და ვერაფერს ვერ დავამატებდი, მე ჩემის მხრივ ხა ამ ყველაფერს ნეიროგრაფიკის კუთხით გავშლი. ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან ძირითადად მაინც ადამიანები არიან, ვისაც ალბათ მოუსინჯოს და დაუხატავს ნეიროგრაფიკა. აქ მინდა რომ დაგვიწერონ პლუსები თუ არიან ადამიანები, ვისაც ცოტა ხანი რო ჩავრთო კომენტარი, რომ ვიცოდე რამდენად საჭირო არის რომ რაღაც საბაზისო რაღაცები ავხსნა. ანუ ვინმე თუ არის ისეთი, ვისაც არასდროს არ დაუხატავს, არ უცდია ნეიროგრაფიკა და არ იცის საერთოდ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რომ მე ვიცოდე რა დონეზე დავიწყო, თქვათ რა ლეველიდან აკიხსნათ. არიან. კარგი, მაშინ ძირითადი პრინციპი რაც არის, რაც უნდა იცოდეთ, მნიშვნელოვანი რაც არის, იმას უცებ აკიხსნით და მე გადავალთ თვითონ ალგორითმზე. ანუ მთავარი არის, რომ ნეიროგრაფიკის ხატვისას აუცილებლად ვიცავთ ეტაპებს, აუცილებელია რომ ზუსტად ზედბიწევნით, ანუ მიყვეთ იმ ინსტრუქციებს, რომელსაც მე გავაჟღერებ და თქვენთან ერთად შევასრულებ, ამას ვიზუალურადაც ადევნებთ თვალყურს. და იმიტომ რომ აქ მუშაობთ ფსიქიკასთან, ეს არ არის ხო ჩვეულებრივი ხატვა და აუცილებელია რომ თითოეული ფსიქიკის შრე, ანუ ზევიდან ქვევით, სიღრმეში ჩავდივართ ეტაპობრივად და დამუშავდეს ჰარმონიულად ყველა ეტაპი. დაწყებული ჩვენი ცნობიერი შრეებიდან, იქიდან დაწყებული რომ მე ვაცნობიერებ მაგალითად, ან არ ვაცნობიერებ, ესეც შეიძლება იყოს ფაქტი, რა არის ჩემი მიზანი, რა მინდა და შემდეგ უკვე ჩავდივარ და სიღრმისეულად ვამუშავებ იმ ყველაფერს, რაც ამ ყველაფერთან არის კავშირში. აღვიქვავ რომ რესურსები მაქვს, ვერ აღვიქვავ რომ რესურსები მაქვს, საერთოდ რა პროგრამებია, რა სტერეოტიპებია, რა რწმენა წარმოდგენებია. ისეთი, რომელიც ხელს მიშლის მე ამ ჩემი მიზნის მატერიალიზებაში და როგორც ანიმ სწორად აღნიშნა, ფანტასტიკური დღე არის ამისთვის, ახლა დღევანდელი დღე ძალიან ხელს შეგვიწყობს, იუპიტერის დღე პლუს აღმავალი მთვარე და მაქსიმალურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ დავამუშავოთ ის რწმენა წარმოდგენები, რომლებიც აი ამ გაფართოებაში, ამ ზრდაში, ამ მიზანთან მისვლაში ხელს გვიშლის. მინიმუმამდე შევამციროთ აი ეს ყველა შიში და დაბრკოლება, მოკლედ, რომელიც ვაფერხებს. უნდა ვიცოდეთ და მნიშვნელოვანი არის სულ ორი რაღაცა ნეიროგრაფიკაში. ერთი, რომ ვხატავთ მარტივი ფიგურებით და ანუ შემოქმედებით პროცესის თქვენსას არაფერს არ იგონებთ, არ ამატებთ არანაირ ფიგურებს, საბაზისო ფიგურების გარდა, რასაც მე გავაჟღერებ, ანუ გულებს, ჩიტებს, მზეებს არ ვხატავთ და პლუს ნეიროგრაფიკული ხაზი უნდა იყოს ნეიროგრაფიკული და რას ნიშნავს ეს? ნახეთ, თუ მე ვიტრიალებ ძველ შაბლონებში, მე ვერაფერს ვერ შევცვლი, ხო? ამაზე ყველა თანხდებით. როგორ გამოიყურება შაბლონური ხაზი, ნახეთ? აი ეს არის შაბლონური ხაზი. ანუ ხაზი, რომელიც იმეორებს თავის თავს მოძრაობის დროს და ზუსტად ვიცი, რომ ჯერ ზევით არის, მერე ქვევით, ზევით, მერე ანუ ვიცი წინასწარ რა არის მისი შემდეგი ქცევა, შემდეგ მომენტში სად აღმოჩნდება ფურცელზე. ასევე, აი ასე შეიძლება გამოიყურებოდეს შაბლონი. ასევე, აი ესეც შაბლონია. ანუ არ ვაკეთებთ, ვცდილობთ, რომ არ დავხატოთ შაბლონური ხაზებით. და რითი განსხვავდება ახლა ნეიროგრაფიკული ხაზი? იმით, რომ მოძრაობს ფურცელზე სპონტანურად. ანუ ამ ხაზებს ისე ვავლებ, რომ ის არ არის შაბლონური. ხეთ ახლა
გადავშლი. ნახეთ როგორ მოძრაობს, ანუ არ ვიცი, უცებ შემდეგ მომენტში სად აღმოჩნდება. არა აქვს ეს განმეორებადი ტრაექტორია და განმეორებადი ამპლიტუდა და ეს რხევა, თქვათ აი ამ ძირითადი ცენტრიდან. ანუ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაზე უფრო ეფექტურად, თუ ამას გირჩევთ, თუ გაქვთ ახლა ყველას გაქვთ ალბათ სახში ხურდაფული და რამე მონეტა მოიმარჯვეთ და ამ მონეტის მეშვეობით ყველაზე მარტივია ასეთი ნეიროგრაფიკული ხაზის გავლება. ნახეთ, ანუ დავდე მონეტა, ავიღე მარკერი და ვატარებ ამ მონეტას. ოღონდ მგონია რომ მე ვატარებ მონეტას, სინამდვილეში მონეტა მატარებს მე. აი თუ მოსინჯავთ, ამას იგრძნობთ. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ აი როგორც დავგეგმე მაგალითად ასე დავგეგმე რომ გავატარო, ამას რომ მიყვე. ანუ მონეტა იწვევს კონკრეტულ გადახრებს, რხევებს აი ამ ჩემი დაგეგმილი ტრაექტორიიდან. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მე როგორც დავგეგმე ტვინში, ანუ ჩემ შაბლონს კი არ გაყვეს ეს ხაზი, არამედ რაღაცა ახალ ზონებში გავიდეს იქ, სადაც არ ვიცი რა ხდება, ხო, აუთვისებელში. მე თუ არ შევასრულე. ხატო მონეტის ნაცვლად შეიძლება? როგორ? ხალდა ხუჭუმა რომ გავატარო მონეტის გარეშე. შეგიძლია კი, ასევე ვისაც მონეტა არ გვაქვს, შეგვიძლია რა გავაკეთოთ, უფრო თვალდახუჭულის გატარებას ჯობია რომ მაგალითად წაიყვანო ეს ხაზი და დააკვირდეს სად გინდა რომ გაატარო. აი რას გიხატავს დაახლოებით ტვინი და თუ გეუბნება რომ ახლა მარჯვნივ წადიო, შენ ოდნავ მარცხნივ წაიყვანე. თუ გეუბნება მარცხნივო, შენ ოდნავ მარჯვნივ წაიყვანე. თუ დააფიქსირე რომ გინდება რომ ქვევით წაიყვანო, შენ პირიქით ზევით წაიყვანე. ანუ ოდნავ შეწინააღმდეგებით აი ამ დაგეგმილთან, რომელსაც ტვინი კარნახობს, გაატარე და პლუს აი ეს ამპლიტუდა არ იყოს ასეთი ერთგვაროვანი რა, ანუ სულ უცვალე. ეს მოძრაობის თვითონ ფორმა, ხო? ანუ ხან დიდი იყოს ეს სკალი, რომელსაც გაივლის ხან პატარა, ხან ზევით, ხან ქვევით და უცებ გაავლე ხოლმე მოულოდნელად ზევით წაიყვანე. ანუ შეიძლება ამის მართვა, უბრალოდ ახლა მონეტა დამწყებებისთვის ძალიან მოხერხებულია ხოლმე და ამიტომ ვაძლევ ამას. ამ ინსტრუმენტს როგორც ამ შემთხვევაში დამხმარეს. და კიდევ მეორე, ანუ ერთი რომ ხაზების გატარება ვიცით, ჩავთვალოთ, ნეიროგრაფიკული ხაზები არის ერთი და მეორე ამ ხაზების ჰარმონიზება. ანუ ყველა გადაკვეთა, რომელიც ნახატში წარმოიქმნება, არის კონფლიქტი, რომელიც უნდა დავალაგოთ, მოვაგვაროთ, ჰარმონიზება გავუკეთოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს. ეს არის პირდაპირ პროექცია თქვენი შინაგანი მდგომარეობის თქვენი შინაგანი აღქმის იმ მიზნისთვის, რაც გაქვთ გასაკეთებელი. ანუ აი პირდაპირ დასკრინული არის აი ესე თქვენი კონფლიქტები, რომ აი რატომ ვერ აკეთებთ, თქვათ რაღაც კონკრეტულ მოქმედებას და რატომ ვერ მიდიხართ მიზანთან და ამათ აქ რო ვასწორებთ, ეს ავტომატურად შიგნითაც იწყებს ჰარმონიზებას. გრაფიკულად ეს ჰარმონიზება გამოიყურება შემდეგნაირად. ნახეთ, აი მაქვს გადაკვეთები და ამ გადაკვეთებთან მივდივარ სათითაოდ და აქ ახლა ცოტა დიდი მასშტაბით გავაკეთებ ერთი გადაკვეთის დამრგვალებას, რომ ვაჩვენოთ კარგად და შემდეგ უკვე რამდენიმეს დავამყვალებ. აი ნახეთ, scale ხაზს გავავლებ, რომ კარგად გამოჩნდეს. აი მაგალითად მაქვს ესეთი მარტივი გადაკვეთა, ხო? მაქვს 4 კუთხე. ანუ აქაც წვეტიანი კუთხეა, აქაც და აქაც. რაც არის ბასრი, ეს ყველაფერი უნდა გაქრეს ნახატიდან იმისთვის, რომ ჰარმონიზდეს და როგორ ვაქრობთ ახლა ამას. აი ესეთ ნახევარწრეს ვავლებ, მოვჭერი თითქოს ეს კუთხე. გავაფერადე. აქედანაც მოვამრგვალე, გავაფერადე, ზევიდანაც მოვამრგვალე, გავაფერადე და ეს ხაზი ოღონდ შემყავს ისევ არსებულში. აი ესე ზევით არ ტოვებ, ესეთ რამეს არ ვაკეთებ, აი აქ შემყავს მაქსიმალურად და ქვევიდანაც დავამრგვალე. ანუ მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს გლუვი, აი ეს გადასვლები და ნახეთ კუთხეები აღარ არის ყველა მხარეს არის ესეთი გლუვი მომრგვალებული ფორმები მიიღო, ხო? და ეხლა რომ გადავიდე თვითონ ნახატზე, ნახეთ, აი აქაც შემიძლია იგივენაირად მოვამრგვალე, გავაფერადე, მოვამრგვალე, გავაფერადე. აი ესე დავამუშავე ეს კუთხეები. ეს არის მთელი პრინციპი. მეტი არაფრის ცოდნა არ გჭირდებათ. გადმოვედი ქვევით, აქაც მოვამრგვალე, აქაც მოვამრგვალე, ნახეთ, მივხვევი. ვცდილობ რომ იყოს ერთიანი ქსელივით ეს ყველაფერი და არ დამერღვეს, აი ეს რაღაც ხაზები არ ამომიხტეს. კარგად ჩანს ხო შორს ხო არ არიანი? არა, მე კარგად ხედავ. და მოკლედ აი ამას ვამუშავებთ. ეს არის მნიშვნელოვანი, მეტი არაფრის ცოდნა არ გჭირდებათ. გასაგებია აქამდე რაც ავხსენიება,
მოგწერონ თუ რამე კითხვა და გადავიდეთ უკვე თვითონ ალგორითმზე. მეტი არაფერს ცოდნა არ გჭირდებათ ამ ეტაპზე. მხოლოდ აი ამ კუთხეების ჰარმონიული დამკვალება. მე კითხვები ხო არ გაქვს? გასაგებია. დიახ. მაშინ დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ, ხო. ის კომენტარებს და კი ბატონო. კარგი. და ეხლა ავიღოთ ჩვეულებრივი სახატავი ფურცელი, სუფთა ფურცელი, რომელზეც დავხატავთ, დაგჭირდება ერთი სახატავი ფურცელი და მეორე დაგჭირდება ფურცელი, რომელზეც ვწერთ რაღაცეებს. ოღონდ ეს ორი სხვადასხვა ფურცელია. სადაც ვწერთ, იქ არ ვხატავთ. ეს შეიძლება იყოს სადაც წერთ რაღაცეებს, ეხლა ესეც კი კარ ნახებთ, ეს შეიძლება იყოს რვეულის ფურცელი, შეგიძლიათ აქვე სახატავ ალბომშიც ჩაწეროთ და მე ვთქვათ გადაშლით ამ გვერდს. ანუ ცალკე ფურცელი გვჭირდება რაღაცეების ჩამოსაწერად. და აქვე ხა დავისახოთ ის ერთი დიდი მიზანი, რომელიც უნდა იყოს დიდი და მასშტაბური და გლობალური. აი თქვენი თავები რო წარმოიდგინოთ, რომ თქვენ ხართ გრაფიკულად ამხელა და ეს მიზანი არის აი ამხელა. ეხლა ჯერ არაფერს არ ხატავთ, უბრალოდ გრაფიკულად გიხსნით მოცულობას, მასშტაბს იმ მიზნის, რომელსაც ვხატავთ. ანუ იუპიტერს როგორც შეეფერება რა მოკლედ გიგანტურ ზომებზე ვართ ორიენტირებული და გლობალურზე და მასშტაბურზე. აი ასეთი დიდი მიზანი მინდა რომ დაწეროთ ახლა ყველა. მოდით მაგალითისთვის მე დავწერ ჩემ მიზანს. მაგალითად, ჩემი ინსტაგრამის გვერდი. ხო, როგორ ვაყალიბებ ახლა ფორმულირება ამ მიზნის უნდა იყოს აწმყოში ფორმულირებული, ანუ უკვე თითქოს statement-ი უნდა გაკეთდეს, რომ უკვე ამ მდგომარეობაში, ანუ მაგალითად, ჩემი შემოსავალი უკვე არის ამხელა, ამდენი, არ ვიცი, რამდენი 10,000 ლარი მაგალითად, ხო, ვიღაცის მაგალითი რო ავიღოთ რა მოკლედ თუ ვიღაცა პოტენციური ადამიანი მაგალითად ხატავს შემოსავლის ზრდას და ეს არის მისი დიდი მიზანი პირობითად 10,000-ზე გადასვლა მისთვის უნდა იყოს ისეთივე მასშტაბური როგორც აი მაგალითად მისი საწყისი წერტილი არ ვიცი 200-300 ლარი და უცებ 10,000-ზე რო გადადის აი ესეთი დიდი უნდა იყოს სხვაობა ზრდის ხო ამ მასშტაბის ალგორითმია და ვაყალიბებ ესე რომ უკვე ჩემი შემოსავალი უკვე არის მაგალითად 10,000 ლარი თითქოს უკვე მოხდა და ვაფიქსირებ პერიოდს რა პერიოდისთვის მინდა რომ ეს უკვე მატერიალიზებული იყოს მაგალითად ჩემი შემოსავალი არის 10,000 ლარი შემოდგომის ბოლომდე შემოდგომის ბოლოსთვის შემდეგი წლის არ ვიცი ივლისამდე შემდეგი წლის ბოლომდე ანუ დააკონკრეტეთ ის ბოლო პერიოდი ბოლო ვადა როდისთვის უნდა მატერიალიზდეს. მე დავწერ ახლა ჩემსას მაგალითისთვის, ჩემ მიზანს, ჩემი ინსტაგრამის გვერდი გამოწერილი აქვს. რამდენი დავწეროთ მასშტაბური 100,000. 100,000 ადამიანს, მაგალითად, ხო, ფოლოვერი ანუ არის 100,000. და ეხლა უთითებ პერიოდს 2024 წლის ბოლოსთვის. ანუ მივუთითე პერიოდი. აქვე აუცილებელია რომ დავწერო. როგორ გრძნობ თავს, ეს რა მატერიალიზდა. თავს ანუ რომ უნდა გავატარო ეს მიზანი, იმიტომ რომ შეიძლება ისეთ ეიფორიაში ჩავარდეს ადამიანი, რომ რაღაც მოვიდეს მის ცხოვრებაში, აი ლოტარიას რო იგებენ ხოლმე და მე რო უცებ ხარჯავენ აფულს ისტერიულად, ეგ რო არ დაემართოთ. თავს გრძნობ მშვიდად. ჰარმონიულად. ღირებულად. მომწონს ჩემი გვერდი და
სიუხვით გავცემ ინფორმაციას ამ ინსტრუმენტის მეშვეობით. ეს არის ხა ჩემი კონკრეტული ფორმულირება ამის. ინსტრუმენტის მეშვეობით. ანუ შევეხე ემოციას, შევეხე იმას თუ როგორი მინდა რომ იყოს შედეგი მხოლოდ მატერიალურად და ხელშესახებად კი არა, არამედ ემოციურადაც როგორ ვიქნები ამ ყველაფერთან. ბოლოში ვწერთ, რომ ჩემი მიზანი ყველა ერთად ვწერთ, ჩემი მიზანი მატერიალის და სასიკეთოდ ჩემთვის და მთელი სამყაროსთვის. აქ ვაფიქსირებ იმას, რომ მხოლოდ ჩემ თავზე არ ვზრუნავ, ჩემთვის მნიშვნელოვანია სამყარო გარშემო და რომ ის იყოს ჰარმონიული. ამიტომ ვაფიქსირებ, რომ ჩემი მიზანი მატერიალის და სასიკეთოდ ჩემთვის და მთელი სამყაროსთვის. აბა დაგვიწერეთ პლუსები თუ დაწერეთ, თუ ყველაფერი გასაგებია და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ეს არის ახლა აქტუალიზაციის ეტაპი, ეს პირველი ეტაპია, უკვე პრაქტიკულად ალგორითმის უკვე პროცესში ვართ. პატარა ფორმატი შეიძლება კი რა აიღო. ბატონო. და ახლა რას ვაკეთებ? ნახეთ, დავინიშნავ დროს. დავინიშნავ ხოლმე ეს დრო. ტაიმერი გჭირდება. ოკეი. დავინიშნე. 2 წუთის განმავლობაში ვწერთ ყველა წინააღობას, რომელიც წამოვიდა შიგნიდან. მაგალითისთვის არ გამოვა, სისულელეა, წარმოუდგენელია, მიუღწეველია, მეშინია, აზრი არ აქვს. შეიძლება რაღაც სხვა რაღაცეები წამოვიდეს. თქვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სიტყვები დაწეროთ. რაც მეტი სიტყვა, მით უფრო გააქტიურდება პროცესი. ფერებზე ჯერ რო გადავალთ, აგიხსნით ყველაფერს ეტაპობრივად გავიაროთ, ხო? არ გადავხდეთ პროცესებს. ლაივს შევინახავთ კი. ერთ და იგივე სტილის რაღაცა თუ გამოგდით და დიდი ხანია თუ ხატავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს თქვენი ნეიროგრაფიკული ხაზი გახდა შაბლონური და აქაც უნდა შეცვალოთ და სხვანაირად გაატაროთ ეს ხაზი. ეს მეც მემართება პერიოდულად, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ხატავ და ადვილია, რომ ისევ შეგქანდე რაღაცა შაბლონში. მზად ვართ, რომ დავიწყოთ წერა სიტყვების, აბა დავინიშნე დრო და წავიდა. ანუ წინააღმდეგობა თუ არ მოდის, ესე იგი შინაგანად ეწინააღმდეგები ამ თემის დამუშავებას. არ არსებობს რო არ გაგიელოს ეჭვმა იმაზე, რომ გამომივა და გვიან რო გამომივიდეს მაგალითად ან ამ დროში რო ვერ ჩავჯდე, ან რო ვერ მივხვდე, კარგია თუ ცუდია ჩემთვის, 1000 წინააღმობა შეიძლება წამოვიდეს და ეს ყველაფერი მინდა რომ დაწეროთ. რაც მეტად ჩახედავთ ახლა ამ წინააღმობას, მით უფრო მეც დაამუშავებთ. ახლა არის ის პროცესი, როცა ააქტიურებთ აი იმ გადაკვეთებს, იმ კონფლიქტებს, რომელიც გიშლით. ფაქტია, რომ ამ მიზანში ჯერ თუ არ ხართ, ესე იგი წინააღმებები არსებობს. თუ მარტივად შესასრულებლად გეჩვენებათ მიზანი, ესე იგი არასაკმარისად გლობალური და მასშტაბური დაწერეთ ეს მიზანი. არა, უკვე არ ხატავთ, ჯერ წერთ. კი, ჩანაწერი დარჩება. შეიძლება სიტყვები მეორდებოდეს. შეიძლება ისეთი სიტყვები წამოვიდეს, რომ საერთოდ არ არის კავშირში, მაგრამ არ ვჩერდები და ვწერ, რაც მოდის ყავა, შავი, ჭიქა, პანქარი. თავარია, რომ არ გაჩერდეთ.
გავჩერდეთ. გავჩერდეთ და დავითვალოთ რამდენი სიტყვა დავწერეთ. წინადადება ერთ სიტყვით იქნება, ხო? არა. სიტყვები შეგიძლია დათვალოთ წინადადებაში. ნუ არ ნაწილაკს არ ვითვლით და ისე წინადადებაში თუ რამდენიმე სიტყვაა სათითაოდ ითვლი. მაგალითად, ახლა ჩემ შემთხვევაში გამოვიდა 17. მნიშვნელოვანია რომ გამოვიდეს 11-ზე მეტი. 11-ზე მეტი თუ არ მოდის, ნუ შეეცადეთ რომ დახატოთ, ვინც ვერ დაწერეთ, შეეცადეთ რომ დახატოთ ამის გარეშე, მაგრამ გირჩევდით რომ მეორედ გაიმეოროთ მერე და დახატოთ თქვენთვის, იმიტომ რომ ამის გარეშე ფაქტიურად ცოტა საკუთარი თავის მოტყუება გამოდის. ანუ არ გვინდა რომ ჩავხედოთ იმ ისე ვთქვათ წინაღობებს, რაც გვიშლის ხელს. ხელს რო არ გვიშლიდეს, შეიძლება ეს იყოს მეზარება, საერთოდ წამოვიდეს შუაწერაში რომ აღარ მინდა, ანუ ყველაფერი უნდა წეროთ, რაც მოდის. გადასარევია 39 ძალიან კაია, ქეთი. 41, ხო, ძალიან კარგია. შენთან რამდენია, ანი? 17. 27 გადასარევია. კარგი და ეხლა უკვე გავახურეთ ეს ეროვნული კონტური მოკლედ წინაღობის, ვინც დავწერეთ. და გადავდივართ ხატვაზე. ეხლა ვიღებთ კალამს, არა სქელ მარკერს, არამედ თხელ კალამს. ჩემი არის საშუალო სითქის, იმიტომ რომ ძალიან წვრილი კალმით აქ არ ვხატავ, რომ კარგად გამოჩნდეს თქვენთან ეკრანზე. და ვაკეთებ ფურცლის, აი რამ ხელაც მოგინდებათ იმ ხელა, ხელმა თვითონ დახატოს, რაღაცნაირი განუსაზღვრელი ფორმის, აი ესეთი ფიგურა დავხატოთ. და ეს ფიგურა არის ამ ფიგურით გრაფიკულად მანიფესტაციას ვაკეთებთ იმისა, რომ ჩვენი ქმედებები აქ დაახლა არის ესეთი რაღაცნაირი. წრიული გავაკეთოთ, მსგავსი? მსგავსი, ხო. აი ესეთი უფორმო ფიგურა უნდა იყოს, არ უნდა იყოს წრე. უფორმო ფიგურა, რომელიც შეკრულია. და ეს ფიგურა გამოხატავს იმას, რომ აი ჩემი მოქმედებები რაღაცნაირია, ვერ ხვდები თითქოს საკუთარი თავში რწმენა მაკლია და რაღაცნაირია არ აქვს, ანუ აი ესეთი ფორმა, ხო, როგორც წრეს აქვს განსაზღვრული და კონკრეტული. თუ არ ვიცი რა მინდა და იმიტოა ესეთი რაღაცნაირი, თუ არ ვიცი როგორ მინდა, როგორ მივიდე ამ მიზანთან და იმიტოა ასეთი, აი რაღაცნაირი ესეთი გაურკვეველი ფორმა არის. ცხადია, რომ რადგან მიზანთან არ ვარ მისული, ესე იგი აი ამ რაღაცნაირ მდგომარეობაში ვარ, არ არის კონკრეტული და ჩამოყალიბებული. და პირველ რიგში ანუ ჭირდება მე რომ აი ეს რაღაცნაირი მონგრეული, დაშლილი, განუსაზღვრელი რაღაცა თვითრწმენა რო აკლია აი ისეთი მდგომარეობა უნდა გავაზავო ფონში, ანუ გარშემო და როგორ ხდება ეს? უნდა გავაქრო ჯერ, რომ მე ჩამოყალიბდეს კონკრეტული. როგორ ხდება გაქრობა? ნახეთ, აი აქ ვიღებ ხა მონეტას, ვისაც მონეტა გაქვთ, მონეტით გააკეთეთ, ვისაც არა, გააკეთეთ მონეტის გარეშე და ეს უნდა მაქსიმალურად გავაქრო ისე, რომ ხაზები გავავლო რამდენიმე, ისე რომ ჩამეკარგოს ეს ფიგურა და ვერ მივხვდე საერთოდ ეს ფიგურა სად იწყება, სად მთავრდება და რაღაცნაირი ხაზების ის რომ გამომივიდეს რა, კომპოზიცია რომ ჩაიკარგოს ეს ფიგურა ამ ხაზებში. ნეიროგრაფიკულ ხაზებში. აქ შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ხაზები იყოს ნეიროგრაფიკული. აი ნახე, ვაბნევ ახლა ტვინს, გავავლე ეს ხაზები და სადღაც ჩანს, ხო, ეს ფიგურა აღარ ჩანს ფაქტიურად სად იწყებოდა, სად თავდებოდა, მაქსიმალურად ისე გააკეთეთ, რომ ვეღარ ჩაიკარგოს რა, იმიტომ რომ ამის ახლა დამრგვალებას რო დავიწყებ და აი დავიწყე უკვე. ძალიან რთული იქნება იმის გარკვევა, რომ სად იყო საერთოდ და რა შვებოდა. ანუ გავაზავე, გავაქრე ეს რაღაცნაირი ჩამოუყალიბებელი მდგომარეობა, რომელიც პირველ რიგში ყველას გვიშლის ხოლმე ხელს, ყველასთან რაღაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ან ვეყალიბდები, ან დისციპლინა მაკლია, ან რაღაცნაირად ვერ მივხვდი რა გავაკეთო ქმედებები, ან ვაკეთებ და შედეგი არ აქვს და ეს მირყევს თვითრწმენას. აი ის ფიგურა არის ის რაღაცა, რაც მიშლის. და ამას ვაზავებ ახლა მე ამ ფონში და გაზავდეს ისე, რომ თითქოს აღარ არსებობს, გავაქრო უნდა ეს.
ის რაც მიშლის. ვამრგვალებ მაქსიმალურად ჰარმონიულად. ხა სამწუხაროდ 1 საათი როცა გვაქვს და ინსტაგრამის ეთერის ფარგლებში როცა ვხატავთ, აქ ბევრ დეტალებში ვერ ჩავდივარ და ვერ ვაკონკრეტებ, იმიტომ რომ არ არის თქვათ აქ დროის ფუფუნება, ვისაც მithumetes ვინც აპრაქტიკებთ უკვე და გააქვთ ამასთან შეხება, შეგიძლიათ მოხვიდეთ უფრო ესეთ ვრცელ კურსებზე, სადაც ვუთმობთ ამას დროს, ვარჩევთ ფერების ენერგიასაც ვარჩევთ, რომელი ფიგურა რა დროს უნდა გამოვიყენოთ, საერთოდ როგორ გავატაროთ მე ეს ცვლილებები და როგორ ინტეგრირდეს ცხოვრებაში, როგორ მივიღოთ და მოკლედ ამ დეტალებზე უფრო ცლად შეგვიძლია ვისაუბროთ. Zoom-ის მეშვეობით ვატარებ ხოლმე და მარტივია იქ კითხვის დასმაც, ნახატის ჩვენებაც, გარჩევაც და ასე შემდეგ. Instagram-ზე ცოტა რთული არის. იქამ გავიდა. Там აქ მაქსიმალურად ვცდილობ რომ მოგცეთ რაც მარტივია ალგორითმი და ეფექტური რომ შედეგიც მიიღოთ. Ani გამოგივიდა ეს ფიგურა და ხაზებით გაზავება. კი და ტუშიც შესაბამისი ავარჩია, თუმცა ისეთ ხაპნის თუ რა ვიცი, ჩემი წინაღობა არის რა. ანუ აი ცოტა შევწუხდი. შეიძლება ფურცელი გაქვს ძალიან პრიალა? თუ რატო? არ არის პრიალა. ისე სხვათა შორის არის, ვისაც გაინტერესებთ ტუშებთან დაკავშირებით, ყველაზე კარგი ჩემ პრაქტიკაში, ანუ ცადი ყველაფერი დაწყებული ძალიან ძვირად ღირებული ტუშებიდან დამთავრებული უმარტივესებით და ყველაზე კარგი გამოდგა აი ეს დელის ორმხრივი ტუში მარკერი, რომელსაც ერთ მხარეს ესეთი მიკროპენი აქვს და წვრილი ხაზები შეგიძლია რომ გაავლო. მეორე მხარეს ესეთი საშუალო სისქის არის და პერმანენტული უნდა ეწეროს, როდესაც აწერია რომ არის პერმანენტული, ამ შემთხვევაში აღარ თხაფნის ხოლმე. არის უგადავითხაპნა. აი პერმანენტული არის, აი CD-ზეც შეგიძლია და რაღაც ფარზე და პირებზე დაწერო. აი ეს ძალიან კაია ხოლმე ასეთ შემთხვევაში. ყველაზე უფრო არ გიღალატებს. დავმრგვალე, ხა ყველა გადაკვეთა. და ანუ გავაზავე, ხო, აღარ არის ჩემი რაღაცნაირი კონფლიქტური შინაგანი მდგომარეობა გავაქრე, იმისთვის რომ ხოს აღარ მიშლიდეს და ეხა მინდა რომ დავხატო აი ეს ჩემი მიზანი, რომელიც არის ძალიან მყარი, კონკრეტული. რომელიც დავწერე, ხო? და ამისთვის, აი აქ, ფორცლის ცენტრში უნდა მოვხატო წრე. და ეს წრე არის ის მიზანი, რომელიც დავწერე. აი რაღაც რაც დავწერე არის ეს წრე. ჯერ მოვამრგვალებ. და ამას ვიღებ, ხო, რომ მოვამრგვალებთ, მე გადავდივართ მომრგვალების ბოლოს. მე დავასრულე უბრალოდ უკვე და გადავედი შემდეგ ეტაპს. ცოტას დაგელოდებით მაშინ. დაამრგვალეთ კიდე 1-3-4 წუთი. გავიდეს და მერე მოვხაზოთ წრე. ეს წრე არის უკვე ჩვენი მიზანი, რომელიც დავწერეთ. იძლია რომ არჩიო. კითხვა არის ასეთი, სურვილი როგორ ავირჩიო, ყველაზე მასშტაბური რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია და არასდროს ამისრულდება, შეიძლება ეს თემა ავირჩიო. ეხლა რადგან მატერიალურზე საუბრობთ, ხო, იუპიტერის ენერგია და გაფართოებას და ფინანსები, წარმატება, უფრო აი რაღაცა ეს თემა იყოს. შეეცადეთ რომ უფრო რაღაც ამასთან იყოს კავშირში და არა რაღაც მდგომარეობასთან ან ადამიანებთან ან კავშირებთან თქვენი მიზანი. და პლუს შეიძლება იყოს ეგეთი მასშტაბური რომ წარმოუდგენლად გიჩვენება, მაგრამ ნუ რაღაცნაირად უნდა ხედავდე შენ თავს მომავალში ამ ყველაფერთან ერთად. საერთოდ თუ ვერც კი წარმოგიდგენია, ალბათ უბრალოდ მაინც იმუშავებს რაღაცებს, მაინც დაძრავს შენთან პროცესებში დრო.
არ არსებობს შემთხვევა, როცა ნეიროგრაფიკა არ მუშაობს. უბრალოდ ცოტა დიდი დრო დაჭირდება ამ ყველაფერს და შენს ცოტა მეტი მუშაობა დაგჭირდება ამაზე. ანუ ბევრჯერ დაგჭირდება დახატვა. ნელ-ნელა მიხვდები, რომ ეს მიზანი აღარ გეჩვენება უკვე პროცესში. წარმოუდგენელი ნელ-ნელა მერე შენი ნეირონები რო გააქტიურდება, წამოვა უკვე რაღაც იდეები ქმედებებზე, რომლებიც უნდა შეასრულო იმისთვის, რომ ნელ-ნელა დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ამ მიზნისკენ და აი ასე მუშაობს ამ ტიპის პროცესია. ანუ ესე ჰოპ-და გაჩნდა, ესე ანუ არ კი გამოიყურება ნეიროგრაფიკა როგორც რაღაც მეჯიკი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის აბსოლუტურად მეცნიერულად დამტკიცებული შინაგანი სამუშაო. და ის ნელ-ნელა პრაქტიკულად ჩვენ ტვინს ვაჯერებთ, რომ ეს შესაძლებელია და მერე ეს გვაძლევს რაღაც ქმედებების ენერგიას, ქმედებების ნაბიჯების გადადგმის мотиваციას და სხვანაირად აღვიქვავთ ხოლმე მერე იცვლება აღქმა, იცვლება ქმედებები. წვრილი კალმით თვითონ ხაზების გავლება და დამრგვალება შეგიძლია, წრე უნდა დამოუხაზოთ უკვე სქელი ფლომასტერით. ტეხილი ხაზი არ შეიძლება, უნდა იყოს მომრგვალებული. ესე იგი, მაშინ მე დავამუშავებ უბრალოდ აკვები მაგ იმაში. რატო ბევრი დაგჭა? არ გამომდის და უკვე ორი ფურცელი გადავაგდე. ესეც არის ერთ-ერთი ფორმა წინაღობის, რომელიც ხშირია ხოლმე ხატვის დროს. არ გამომდის, ეს არის მენტალური წინააღმდეგობა. შენთანაც მენტალური წინააღმდეგობაა ისე ანი. ვიცი, მე ეგრე ვიწყებ ხოლმე და რო გითხრა რომ ყველა ანუ რაღაც ჰარმონია მივდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ხატვასთან მაქვს მე რაღაცა სენსიტიური დამოკიდებულება ბავშვობის იმდოდ იცი რა არის, შენ გააგრძელე დამრგვალება, ჩვენ გავაგრძელებთ ხატვას და მე მკითხავ როცა მიხვალ ამ ეტაპზე და გეტყვი რა გააკეთო შემდეგი. გააგრძელე. არ დანებდე ხა შაბლონურად როგორც ყოველთვის შაბლონში არ შეგიყვანოს, რომ იყოს მე დავხატავ, არ გქონდ მოდი სხვანაირად ვქნათ. არ გამომდის, იწერება გოგო რა, არ გამომდისო და უკვე გადავაგდე ორი ფურცელიო და ანუ ამან არ შეგაშინოს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ტვინს გონია ხოლმე, რომ აი ხა არ გამომივარ, რთულია და იწყებს აი ამ ყველაფრის გაბუქებას იმისთვის, რომ შეწყვიტო რა, მოკლედ იმის კეთება, რასაც აკეთებ და ეს ძალიან კარგია, როცა ეს ირთვება, ანუ ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ძალიან სენსიტიურ პროგრამას შეეხე შენსას, რომელიც ბევრ სხვა სფეროშიც მონაწილეობს, ესე ვთქვათ რა, შენს ცხოვრებაში და აი ესე მწვავედ, როცა ხდება ხოლმე შეხება, იწყება, რომ მოდი არ ვიზამ, მოდი მერე ვიზამ, ან კიდე რაღაცას შვები, მაგრამ მგონი არასწორად შვები, რამე არ გავაფუჭო, აი ეს ტიპის შეიძლება იყოს, რამე უარესად არ გავხდე. ან შეიძლება ემოცია წამოვიდეს, გაბრაზდე, ან შეიძლება რაღაცა მიტირო. ეს არის ძალიან ნორმალური. ეს ჩვეულებრივად დამტკიცებული არის, რომ სამ ასპექტში ვლინდება პროცესებში, აი ეს რაღაცა სხვადასხვა პროცესები ვლინდება სამ ასპექტზე, ანუ სხეულებრივზე, შეიძლება რაღაცები აქტივდეს, თავი აქტივდეს, ზურგი აქტივდეს, შეიძლება გულისრევი შეგრძნება გქონდეს, შეიძლება რაღაცა ხელი გაგიშეშდეს და ვერ იმორჩილებდე და გეგონეს, რომ სხვისი ხელით ხატავ. ანუ ეს არის ყველაფერი ბლოკი. ანუ ეს ტვინი ცდილობს, რომ იმ ახალში არ გაგიშვას, იმიტომ რომ გონია, რომ ის ახალი არის რაღაცა საფრთხე რა. ემოციური გითხარით უკვე და შეიძლება კიდევ იყოს ფიზიკა გითხარით, ემოცია გითხარით, ხო, მენტალური კიდე, რომ აი არ გამომივა, რთულია და ასე შემდეგ. რა აზრი აქვს, შეიძლება წამოვიდეს, რა დებილობას ვაკეთებ, ამან არ შეგაშინოთ, ჩვეულებრივ გააგრძელეთ ხატვა. შევამჩნიეთ, წამოვიდა წინაღობა, ნიშნავს, რომ ძალიან მაგარია, რაღაცას ისეთ შევეხე, ხა ჩემთვის სენსიტიურს და მოდი გავაგრძელე. ესე იგი, შემდეგი ეტაპი ხაზებს რო დაამრგვალებთ, არის აი ეს ეტაპი, მოვხატზე წრე, რაც არის უკვე ჩემი მიზანი, რომელიც აი აქ დავწერე, ხო, ჩემ შემთხვევაში არის 100.000 გამომწერი. ეხლა ვფიქრობ იმაზე, რა რესურსები მჭირდება მე იმისთვის, რომ და მოვიზიდო ეხლა რესურსები. რა რესურსები მჭირდება იმისთვის, რომ ეს მატერიალიზდეს, ხო?
ობიექტურად რა მჭირდება ამისთვის? ობიექტურად მჭირდება აუცილებლად მოტივაცია, რომელიც არ უნდა ქრებოდეს, მოტივაცია და ინსპირაცია და პირველი ფიგურა, რომელიც გამოვხატა, ნახეთ, არის სამკუთხედი. ახლა აქ დავხატავ სამკუთხედებს ამ წრეზე გარშემო, რომელიც თითოეული გამოხატავს რესურსს. მოტივაცია და ინსპირაცია, დავაწერე პირველი. ეს შეგიძლიათ თქვენ ფურცელზე, სხვათა შორის ჩამოწეროთ, აი რა რესურსები გჭირდებათ. მოდი ერთად ჩამოწეროთ. პირველი. მოდი დავწეროთ მოტივაცია. ინსპირაცია, ეს ჩემთან წერე ხა, მე რა მჭირდება, შეიძლება თქვენთან სხვა რაღაცა იყოს, შეიძლება იგივე იყოს. მეორე, რა მჭირდება ამისთვის? მჭირდება ფინანსები, ხო? ყველა პროექტს და ყველა მიზანს სჭირდება ფინანსები, ხელშესახებ მატერიალური რესურსი. მჭირდება ადამიანური რესურსი. ანუ ეს არის ჩემი თუ დამხმარე გუნდი, არა აქ ამას მნიშვნელობა, ხო? მჭირდება ადამიანური რესურსი. მჭირდება დრო და ორგანიზაცია ამ დროის. და მოდი მეხუთეც რამე დავწეროთ, რა მჭირდება კიდევ. მოტივაცია, ინსპირაცია, ფინანსები, ადამიანური რესურსი, დრო, ამ დროის ორგანიზება, ანუ ეს იგივეა, აქ კიდე შეიძლება იყოს დისციპლინა. და ყველაზე მთავარი, ჩემი ცოდნა, გამოცდილება, აუცილებლად მჭირდება, ხო, იმ რაღაცაში. მე ყოველ შემთხვევაში მჭირდება. ამ ლაივს და შეინახავს ანი და ანის გვერდზეც იქნება, ჩემთანაც იქნება დუბლირებული, მოკლედ შეძლებთ რომ ნახოთ. ჩამოწერეთ რესურსები, რა გჭირდება. ეხლა თითოეული ეს რესურსი უნდა აღნიშნო ფიგურით აი აქ. უნდა ჩავხატო ეს რესურსები, ამ ჩემ მიზანს უნდა მივცე, ესე ვთქვათ, ეს მიზანი უნდა დავმოხტო ამ რესურსებით და პირველი ჩავაწერე, რომ ეს არის მოტივაცია, ინსპირაცია, მეორე სამკუთხედს ვხატავ ახლა. დავწერე მეორე ფინანსები. ნახეთ, ფინანსები რატომღაც დავხატე უფრო დიდი, ესე იგი ჩემი არაცნობიერი თვლის, რომ მოტივაცია, ინსპირაცია ამ ხელა მჭირდება და ფინანსები უფრო მეტი მჭირდება. ნახეთ, უფრო დიდი სამკუთხედი დახატა ხელმა. მესამე ადამიანური რესურსი და ამასაც აი აქ დავხატავ. ესე გავასწორებ ამ სამკუთხედს, იმიტომ რომ არ მომეწონა. დავაწერე 3-იანს აქ. მე კიდევ რა მჭირდება? დრო, ორგანიზაცია, დისციპლინა. აი ეს ჩემი არაცნობიერი თვლის, რომ ყველაზე მეტი ეს მჭირდება. და ასე ამართლა. იმიტომ რომ ძალიან დიდი დეფიციტი მაქვს დროის და მე ძალიან მიჭირს ამის გადანაწილება და ორგანიზება და მეხუთე ცოდნა და გამოცდილება. და აქაც მივახატავ ახლა კიდევ ერთ სამკუთხედს, რაც გავასწორებ ესე. უმარტივესი ფიგურებია. ხო, არაფერი რთული, ჩავხატეთ ჩემი ცოდნა და გამოცდილება. და ვიცი უკვე რომელი სად არის, ხო? როდესაც ეს ფიგურები დავამატე, ამ ფურცელს ვინახავთ კი, რომელსაც ვწერთ, რაზეც ვწერთ, იმასაც ვინახავთ. ფიგურების დამატების შემდეგ, ეხლა ვავლებ რამდენიმე ხაზს, ვამატებ, ბევრს ნუ გავავლებთ, ხო? იმდენი გავავლოთ, რომ შევძლოთ მე ამის დამუშავება. გავავლებთ რამდენიმე ხაზს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, ეს კონსტრუქცია, აი ეს რაც უკვე მაქვს გამოვსახეთ, დავაკავშიროთ კოლექტიურ არაცნობიერთან, ანუ გარემოსთან, სოციუმთან, ის რაც ჩემს გარშემოა, იმიტომ რომ გავიგეთ, რომ ჩემი მდგომარეობა რაღაცნაირი მერყევიდან რო არ ვიყავი დარწმუნებული ამ მიზანს, ვთქვათ, შევძლებდი თუ არა ამ ბიზნეს მიღწევას, ის გავაზავე
ჩავხატე აქ ჩემი კონკრეტული მიზანი, დავკონკრეტდი, რესურსები დავამატე ამ ყველაფერს, რომელიც მჭირდება და ეხლა ეს ყველაფერი უნდა გავიტანო გარეთ, ხო, დავაკავშირო სოციუმთან, იმიტომ რომ არ ვართ, ხო, ესე მარტო არ ვარსებობთ დედამიწაზე, ხო? ანუ არსებობენ ადამიანები, სხვადასხვა რესურსები არსებობს ჩემს გარშემო და ამ ყველაფერთან რო ინტეგრირდეს ჰარმონიულად, მეც რო კარგად ვიყო და ჩემს გარშემოც სამყარო რო ამით არ დაირღვეს რაღაც ბალანსები, ვაკავშირებ, მოკლედ ნეიროგრაფიკული ხაზებით რაღაც სამყაროსთან. როგორ ვაკავშირებ? რამდენიმე ხაზს ვავლებ, სულ ერთი ანახეთ, საიდან ვიწყებ. ფურცლის კიდედან საიდანღაც ვიწყებ ნეიროგრაფიკულ ხაზს, გავდივარ მერე ვატარებ ფიგურაზე, ერთ ფიგურაზე გაიარა, მეორეზე გაიარა, მესამეზე გავიდა ფურცლიდან, გავიდა ეს ხაზი, ესე არ ვაბრუნებ შიგნით, გავიყვანო. მეორე ხაზი გავავლოთ, გავატარო სხვა რესურსზე, კიდე გავიარო, გავიდა და მესამე ხაზი კიდევ ესეც, ანუ ვცდილობ, რომ ამ ნეიროგრაფიკული ხაზით ყველა რესურსზე გავიარო, ყველა რესურსი გავიტანო, ესე თქვა და დავაკავშირო სოციუმთან, გარემოსთან, კოლექტიურ არაცნობიერთან. შევინახავ ლაივს, შევინახავ სანი. ეს ხაზები რო დავამატე, ახლა ამ ხაზებს ცხადია ისევ ვამრგვალებ. ანუ ამ ყველაფერთან უნდა გადავაჯაჭვო ახლა. იმიტომ რომ ეს ხაზები არის იმის აღიარება, მანიფესტაცია, რომ აი ნახეთ, მე ცვლილებები გავაკეთე შიგნით, რაღაცები შევცვალე და ახლა გარემოში რო გავედი, სოციუმში რო გავედი ამ რაღაცა შეცვლილი რაღაცეებით, ადამიანები მიჩვეულები რო არიან, რომ რაღაც ერთგვარი რეაქცია მაქვს, კონკრეტული ქცევის პატერნი მაქვს და უცებ რაღაცეები შევცვალე და გავედი და სხვანაირად ვიქცევი, ხო? იქაც წარმოიქმნება აი ეს გადაკვეთები, ნახეთ, კონფლიქტური აზრები, კონფლიქტური რეაქციები და იმასაც ვამრგვალებ ახლა. ანუ ეგ არის, ეგ ეტაპია. ვამრგვალებ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ისიც ჰარმონიზდეს. ასევე ეს სამკუთხედები რო დავხატე აქ წრეზე, სამკუთხედისაც კვეთს ამ დიდ წრეს, მაგასაც ყველაფერს ჰარმონიზებას უკეთებ. ამ ფიგურების გადაკვეთებსაც და ხაზების და ფიგურების გადაკვეთებს უკეთებ ჰარმონიზებას, ნახეთ. დავუარო და სადაც რამე არის, ყველგან გადაჯაჭვება მოხდეს და ეს სწორედ უკვე ის პროცესია, რომ ახალ ნეირონულ კონტურს ვქმნით. აი ამ ახალი ნეიროკავშირების მეშვეობით და ამ ნეირონული კონტურით, რომელიც ფაქტიურად ჩაშენება ხდება ხო პროცესში, როცა ხატავ, აღარ გეშინია უკვე ამ მიზანს სხვანაირად აღიქვავ. ეს მიზანი ხდება უფრო რეალური, ვიდრე გეჩვენებოდა დასაწყისში და შენი გონება, შენი ინტელექტუალური სტრუქტურა, ტვინი უკვე იწყებს იმისთვის მზადებას, რომ აბა რა უნდა გავაკეთო მე იმისთვის, რომ ჩემი მიზანი მატერიალიზდეს. დიდ რგოლს რო შემოვხაზავთ, მაგის დამუშავებასაც ვიწყებთ თუ მერე ვაკეთებთ მაგას ერთიანად, ანუ დიდი რგოლი, მერე რესურსები დავამატოთ, გავავლოთ რამდენიმე ხაზი, რომ ეს ყველაფერი გააქტიურდეს და შემდეგ ვიწყებთ ერთიანად ამ მეორე ეტაპის დამრგვალებას. ეხლა შეიძლება ბევრი ტემპში ვერ მომყვებით და ეს ნორმალურია, ანუ ამაზე არ იდარდოთ, მე სპეციალურად ხატავ ახლა სწრაფად, რომ მოვასწროთ და მთლიანი ალგორითმი გაჩვენოთ ამ 1 საათში და სინამდვილეში მე შეგიძლიათ თქვენ მიყვეთ ახლა წყნარად შვიდად ხატოთ, როგორც მომყვებით, ისე გამომყევით. მე ჩანაწერი დაიდება და ამ ჩანაწერის მიხედვით გაგრძელებასაც გააგრძელებთ ჩვეულებრივ დახატავთ. ამაზე ახლა არ დაიძაბოთ. უბრალოდ რომ არ შეგვიწყდეს და მოგცეთ ბოლომდე ეს ამბავი, ამისთვის ხატავ შედარებით სწრაფად.
შემდეგ ხაზები როგორ გავავლეთებონა? ხაზები როგორ გავავლე და რამდენიმე ხაზი ფურცლის ერთი ბოლოდან მეორემდე ესე გავავლე, გადავატარე მთელ ნახატს, ისე რომ გავიარე ერთ სამკუთხედზე, მეორეზე, მესამეზე, მეორე ხაზით გავიარე, მეხუთე სამკუთხედზე, მეორეზე, მეოთხეზე. მნიშვნელობა არა აქვს ამას. მთავარია რომ სამი ხაზი გავატარო, ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, მეორე აქედან გავატარე, მესამე აქედან და გავიარე რაღაცა ფიგურებზე რა, რომ გავააქტიურე, ანუ დავაკავშირე ეს მთელი კონსტრუქცია სოციუმთან, კოლექტიურთან. უბრალოდ რამდენიმე ხაზს ვავლებთ. გადაიარე ნახატზე და გაიყვანე გარეთ. მეორე ხაზი ისევ გადავიარე რაღაც ფიგურებზე, გავედი. მაქსიმალურად ნეიროგრაფიკულად. აი აქ მონეტა კარგი იქნება, ვინც მონეტით ხატავთ, იმიტომ რომ მონეტა კარგად ადის ხოლმე და მთელ ფიგურებზე და ფრაგმენტებზე გადმოდის. და მე ამას ვამუშავებ, ხო? ხო, და მე ამასაც ვამუშავებ. ანუ რაც უფრო, ესე იგი, მეტი გადაკვეთა გვაქვს, ხო? ეს ნიშნავს, რომ შინაგანად არაცნობიერს და შესაბამისად გონებაც ასე აღიქვავს მე, ამდენი კონფლიქტი აქვს, ამდენი წინაღობა აქვს, უხეშად რა ვთქვათ, იმ მიზანთან მისასვლელად გადასალახი. ეხლა ამ ყველა გადაკვეთას რომ ვამუშავებთ, ეს წინაღობა ხდება აღარ არის ესეთი საშიში რა, ანუ გადაკვეთიდან ტრანსფორმირდება რაღაცა ჰარმონიულში, მომრგვალებულში. ერთიანი ქსელია. თითქოს პროგრამირებას, გადაპროგრამებას აკეთებ, ამითი გონების, რომ აღარ გერთულება. მართლა ესეთი ეფექტი აქვს. განსაკუთრებით აი ხა საღამოს რო დაიძინებთ, ხო, რო გაიღვიძებთ და ისევ გადახედავთ ამ მიზნის მიმართ, უკვე იგრძნობთ სხვანაირად, გექნებათ შეცვლილი გექნებათ მოკლედ წარმოდგენა და აღქმა. ვცდილობ, რომ არ გამორჩეს არც ერთი გადაკვეთა, რომ ყველა კონფლიქტს მიუხედავ მოუარო შევალამაზო. თქვენ ნახატებზე ძალიან მარტივია ხოლმე დაინახოთ, თუ სადმე რამე გამოგრჩათ, ფოტოს რო გადაუღებთ, ფოტოზე უფრო ესე ჩანს ხოლმე მე მარტივად და შეგიძლიათ თქვა აი ხატვის ბოლოს გადაუღოთ ფოტოს შეხედოთ და დაინახავთ უფრო თუ რამე ხარვეზია სადმე. თუ რამე გამოგრჩათ. ისე მაიოპიტარის ხუთშაბათს მაქვს ესე გაკეთებული რაღაც ამაზე სიუხვეზე ცოტა სხვა პრაქტიკა კიდე და საოცრად სწრაფად იმუშავა, მართლა რაღაცნაირი დღე არის ესეთი რაღაცაებისთვის. საოცრად უწყობს ხელს. გამიკვირდა, ანუ არა ნეიროგრაფიკა იყო, სხვა რაღაცა იყო და ძალიან გამიკვირდა, რაღაცა მეორე მესამე დღესვე დაიწყო მუშაობა, კი. ამიტომ ნეიროგრაფიკა ახლა თან პირდაპირ მუშაობები კონკრეტულად და ცხადია, რომ ესეც ძალიან კარგი ეფექტი ექნება და მოგწერეთ მერე თუ რაღაცა მოხდება თქვენთან ცხოვრებაში ცვლილებები. წრის შემდგე
როგორი თანმიმდევრობით მივდივართ. წრის შემდეგ მე წრის შემდეგ ვხატავთ აი ამ რესურსებს, აი აქ ჩამოწერე წრის მე ნახეთ, ჩემი ისინი რესურსები, რა მჭირდება მიზნის მატერიალიზებისთვის. ჩამოწერე 1 2 3 4 5. ჩემ შემთხვევაში мотивация, ფინანსები, ადამიანური რესურსი, დრო, ცოდნა. დავნომრე და აქ შემოვახატე აი ამ წრეს, ამ წრეზე ავკინძე ეს სამკუთხედები დავამატე. მოვიზიდე რესურსები აი ამ მიზნისთვის. სამკუთხედებად იმიტომ ხატავ, რომ სამკუთხედი არის ცოტა ესეთი კონფლიქტური ფიგურა არის, ანუ დასამუშავებლად არ არის მარტივი, წრებეულად ჰარმონიულია, მაგრამ სამკუთხედი რომ დაამუშავებ, მე ძალიან დიდ ნახტომს და ენერგიას გაძლევს და ჩვენ გვჭირდება ახლა ეს ბუსტი აქ, იმიტომ რომ დიდი მიზანია ხო გლობალური და ბუსტავთ ამ სამკუთხედებით ახლა ამ იმას, მიზანს. სამკუთხედებს რო შემოახატავთ, მე უკვე ამ სოციუმის ხაზებს ვავლებთ, სოციუმთან კავშირის, გარემოსთან კავშირის ხაზებს. ანუ მთელ ნახატზე უნდა გადავატარო 3 ხაზი, ვიწყებ ფურცლის ერთი ბოლოდან, გავიარე, გავედი. მეორე ხაზი ნეიროგრაფიკული, გავიარე, გავედი ფურცლიდან. მესამე ხაზი გავატარე, გავიარე, გავედი. აი ამ ფორმით მე ამატებთ ხაზებს და შემდეგ უკვე იწყებთ ყველაფრის ისევ დამკვალება ჰარმონიზებას. ანისთან ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა უკვე ეს ხატვა ანისთანაც დევს გვერდზე რაღაც ალგორითმები და ჩემთანაც დევს, ანუ ეს მთლად მარტივი, ისეთი მარტივი არ არის, როგორი მარტივიდანაც დავიწყეთ მე და როდესაც ხატვა ცოტა ოდნავ უფრო ისეთია, advanced ტიპი არის, მაგრამ მაინც მოკლეა რა და პრინციპში მალე იხატება. თუ რაღაცა გინდათ მოსინჯოთ კიდევ უფრო მსუბუქი, ანისთანაც დევს და ჩემთანაც დევს გვერდზე სურვილების მატერიალიზების, წყენების გაშვების, შიშის და შფოთის დამუშავების, შიშების გაშვების. ესეთი ალგორითმებია, რომლებიც ალბათ ვიცი ყველამ უნდა ხატოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ენერგია გვაქვს ჩაკეტილი და გამოუყენებელი წყენებში და შიშებში განსაკუთრებით. ამიტომ გირჩევთ, რომ მოსინჯოთ და ხატოთ ეს თავისუფალ წტომაში დევს. შეგიძლიათ ისაც მოგეწონებათ ეს ინსტრუმენტი გამოიყენოთ. და ძალიან მედიტაციურია, მშვიდად წყნარად შენთვის რო ხატავ. თავარია რომ რაღაცა მუსიკაც შეგიძლიათ რომ ჩაირთოთ, თავარია ეს მუსიკა არ იყოს რაღაცა ემოციური და რაღაცა კონკრეტულთან დაკავშირებული რაღაცა მოგონებასთან, რაღაცა ემოციურ მომენტთან. აი რაღაც ისეთი უფრო სხვადასხვა სიხშირეების, ვიბრაციების მუსიკა. YouTube-ზე რო დავიწყოს, მანტრები შეგიძლიათ ჩართოთ, კლასიკა შეგიძლიათ ჩართოთ და მოусმინოთ მუსიკას და თან ხატოთ. საკმაოდ მედიტაციური პროცესია. შვიდად წყნარად აჩქარების გარეშე. მე პრინციპში უკვე გავედი ბოლოში, დავამკვალე ეს ეტაპიც, ახლა რამდენიმე ხაზი დამრჩა. იმედი მაქვს, რომ არ გაგვაგდებს ახლა ინსტაგრამი და 1-10 წუთს კიდე გვაცდის, რომ დავასრულო. ბუდიში რა ეგრევე გასხუთ, იმიტომ რომ თავხატავდა თან სამკუთხედის წვერების შიგნიდან. კი, შეგიძლია შიგნიდან დაამრგვალო სამკუთხედის წვერები, თუ რაღაცნაირად გედის კომფორტულება, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ფიგურა არის.
ვასრი და კონფლიქტური და დისკომფორტული, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ძალიან დიდ ნახტომს და ბუსტს გვაძლევს, ამიტომ ვიყენებთ ამ ფიგურას. ერთად არქეტიპულად სამკუთხედი არის ბუნება, დუალური ბუნება. ყველაფერი შეიძლება იყოს შეფასდეს როგორც პოზიტიური, ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება შეფასდეს როგორც პოზიტიური, ისევე ნეგატიური. არსებობს დღე და ღამე და ვიღაცისთვის ღამე არის საოცარი ინსპირაციის პერიოდი და შემოქმედებითი ენერგიის, რა ვიცი, ჩქეფარე და რაღაცნაირი შემოქმედებითი ენერგიის წვის პერიოდი და ვიღაცისთვის ღამე არის ტრაუმული და შიშებით და კოშმარებით და ასე შემდეგ ახსავსე პერიოდი, ხო? ანუ გააჩნია ვინ აფასებს ნარი ობიექტი. და ასევე ის, რომ არსებობს პოლარულობა, ხო, დღე და ღამე, სიცივე და სიცხე, გაზაფხული და შემოდგომა. და ასე შემდეგ. აი ნახეთ, მე დავაგვგვალე უკვე ეს ეტაპიც, გავიარე. და შემდეგ გადავდივართ ფერზე, აი რაც გაინტერესებდათ ყველაზე უფრო კითხვები რომ დამისვით ფერებზე. ცხადია, რომ ყველა ფერს აქვს თავისი ენერგია, ცხადია, რომ ყველაფერი ატარებს კონკრეტული ენერგიის და მუხტის ენერგიას. კიდევ ყველა ფერი მოკლედ ამ ვიბრაციულად ატარებს სხვადასხვა ენერგიას, სხვადასხვა მუხტს შესაბამისად. აქ ეხლა ჩვენ ცნობიერად არ ვირჩევთ ფერებს, იმიტომ რომ ცნობიერად ტვინმა შეიძლება გითხრას, რომ ეხლა მე ვარდისფერი მიყვარს და ყავისფერი არ მიყვარს და დავიწყოთ ესე არჩევა, ეს ესე არ ხდება. უფრო ჯობია რომ შეიძლება უცებ დაიწყოთ ისეთი ფერების გამოყენება პროცესში, რომ გაგიკვირდეთ ისეთი ფერები გამოიყენოთ, რომელიც ისეთ არ გიყვართ მაგალითად და არ გაცვიათ და არაფერში არ იყენებთ, მაგრამ უცებ გესიამოვნოთ გაფერადების დროს. მინდა რომ აქაც ყურადღება მიაქციოთ აი ამ შეგრძნებას, ხო, აი რამ სიამოვნებს მთელი ეს პროცესი ისედაც, ხო, არის სხეულში ყოფნის პროცესი, სხეულზე დაკვირვების პროცესი, რომ რა არის ჩემთვის სასიამოვნო, რომელი ფერით გაფერადება რომ დავიწყე, რამდენად მომწონს ეს პროცესი, რამდენად კომფორტულია ჩემთვის, შეიძლება ძალიან მოგეწონოს უცებ ისეთი ფერით მუშაობა, რომელიც საერთოდ არ გიყვარს. ამიტომ ნუ შეაფასებთ გონება, ექსპერტი, ტვინი, ეს დიზაინერი, რომელიც ადარებს ფერებს, რა რას უხდება, გამოვრთოთ, გამოვიყენოთ შეგრძნებით ის ფერი, რომელიც გვინდა. თუ შეგრძნებით ვერ ვხვდებით, რომელი ფერი მოგწონს და სხეულს რა სიამოვნებს, საუკეთესო ვარიანტია თვალები დავხუჭოთ და აი ამ ფანქრებიდან ამოვიღოთ ის ფერი, რომელიც შემთხვევით მოგხვდება. თქვენი ქვეცნობიერის დიდი ხანია დამახსოვრებული აქვს, რომელი თუ ეს ფანქრები წინ კიდევთ, ერთხელ თუ შეხედავთ ამ ფანქრებს, საკმარისია მისთვის, რომ დაიმახსოვროს სად რომელი ფანქარია და რომელიც გჭირდება ის ამოგაღებინოს. თუ ხართ ამ დონის კონტროლის გაშვებაზე მზად, ეს გава ძალიან კარგი, რომ დახუჭოთ თვალები და ისე ამოიღოთ ეს ფერები. ისე გამოიყენოთ. თუ ძალიან შეფასებაში, თუ გრძნობთ, რომ ძალიან შეფასებაში შედიხართ, რომ აი რაღაცა ბეიჟი ძალიან ჩემია და ყვითელი არა, მაგალითად, აი ეს რო არ ჩაერთოს. უცებ ექსპერტი, რომელსაც რაღაცები არ მოწონს. სათრელს რა უნდა? ესეც წინაღობის ფორმა არის, რომ არ მithლის წესიერ ფანქრებს. მეორე სათრელს ნახავთ. აბა რა შვებით ამ ეტაპამდე როგორ ხართ? ორი სიტყვით მოიწერეთ. შეიძლება გზნობთ თუ არა შიგნით რაღაც მოჭმულობა დაძაბულობას თუ ჰარმონიულად ხატავთ და იმიტომ რომ სხვადასხვანაირი რეაქცია შეიძლება გქონდეთ. შეიძლება ვიღაცას ძალიან მოწონდეს ხა ეს პროცესი, ვიღაცას პირიქით დაბავდეს და რაღაცნაირ ფიზიკურ შეგრძნებებში მიყავდეს. ანიშა როგორ ახლა? მე ფანქა ეს შევცვალე ყალამი. ცოტა მაგრამ მაინც გიტყაბნეს? ანუ ხა ეს სქელია, რა სქელზე გადავედი, ანუ ხა. შენ ხო სქელი ხაზები გიყვარს? ისა და ნუ აი
თან რაღაცა პერიოდებში ხელები ცოტა ისეთი მაქვს ხოლმე, ჩემი რეტრო მარსიდან გამომდინარე,ებში ცოტა სენსიტიური ხელები მაქვს ხოლმე, ანუ ხელიდან მივარდება და ამიტომ ესეთი არის რა, ან მართლა ძალიან ღაბნის ხელი. ერბი მორჩი. და ამიტომ რაღაცა ძალიან უსასრულობაში რო წავსულიყავი კუთხეები. კელი აიღე ხო? გადაწყვეტილება უცბად მიიღე ისეთი პრაქტიკული. რამდენ ხანს ვავლებთ? 3-4 ხაზი ქეთი, პრინციპში 3 ხაზით საკმარისია. კარგი ნეიროგრაფიკული ხაზია, ყველგან რო კარგად გადაიკლაკნება და გაივლის, საკმარისი არის. უპრობლემოდ ვარ, როგორ იწერება? კიდევ ჰარმონიულად ვარ, ძალიან გავერთე, ძალიან კარგი. დავიძაბეო, იწერება, ესეც ნორმალურია, დაიძაბე, ესე იგი რაღაცა ისეთ სამუშაოდ, რაც შენი სხეულისთვის ესეთი პროგრამა არის ძალიან სენსიტიური. ჰარმონიულად ვარ მადლიერი, ეს გოგო მახსოვს გუშინ იყო ჩემთან მადლიერების ხატვაზე და იქიდან დამამახსოვდა, რაღაცნაირი ენერგია აქვს. დარია, სიჩინაო. მე ძალიან სხვანაირი გამომივიდა მომრგვალებები. ხრები და კისერი დამეჭიმა, კი ბატონო, ეს ნორმალურია, რომ მორჩებით ხატვას ყველაფერს რომ დაამრგვალებთ. ეს მოჭიმულობა მოიხსნება. ფერებს ჩვენ ვარჩევთ, შეგიძლიათ რომ შეარჩიოთ ფერები თქვენ, შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები. თუ შეგძნებით არჩევთ ფერებს, გადასარევია, ჯობია რომ კერადა მისაღებია რომ არჩევთ თქვენ, ხოლო თუ ფერებს არჩევთ ტვინიდან და ხედავთ რომ რაღაცა შაბლონში შედიხართ, აი სიამოვნებიდან და რა ფერი სიამოვნებს, რა ფერით ვაფერადო, აი ამ პრინციპიდან არამედ რაღაც შეფასებებში შედიხართ, მაშინ თვალები დახუჭეთ და ისე ამოიღეთ ფერი, არ არჩევთ. ეს იქნება კიდე ერთი ჩელენჯი და უფრო ისეთი გამოგივათ ეს დამუშავება, უფრო ღრმა. ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი, უფრო ჩაჭერა გამოვა ერთის მხრივ, მაგრამ უფრო შედეგიანი ფერის ეტაპის დამუშავების შრეების. აქვს თუ არა მნიშვნელობა სამკუთხედის სიდიდეს? აქვს, კი, ანუ რომელი სამკუთხედიც უფრო დიდია, ეს ნიშნავს, რომ ის უფრო გეკონფლიქტურება და ის რესურსი უფრო ერთი წამით ხა წყალი უნდა თავლიოთ, რამე ჩემი კაცი წამით გამოვედი ჯერ კიდევ. ბოდიში მოკლედ მე ჩემი იქიდან გამომდინარე რომ რომელ სამკუთხედსაც უფრო დიდ ვხატავ, ეს ნიშნავს რომ ჩემ გონებას გონია რომ ეს უფრო კონფლიქტურია ჩემთვის ეს რესურსი და ეს რესურსი უფრო პრობლემურია და უფრო რთულია ჩემთვის ესე ვთქვათ მოსაძიებლად. ან არც ისე მარტივად ხელმისაწვდომია რა მოკლედ ჩემთვის. და თუ უფრო პატარაა სამკუთხედი ნიშნავს რომ შედარებით ნორმალურად ვარ ამ რესურსთან. სიამოვნებს აქვს თვალში სამკუთხედს გითხარით. რამდენჯერმე მაქვს დახატული ეს სურვილების მანიფესტაცია და გამიკვირდა ამდენი წინაღობის ხაზები. ვერაუდი ვარ მომრგვალებასო. რავანი? ეს ცოტა სხვანაირია, ვთქვათ, სურვილების მანიფესტაცია არ არის. ხო, ეს სხვა ალგორითმია. ცოტა უფრო რთული არის, უფრო კომპლექსურია, ვიდრე ის უფრო მარტივია. ყველა კუნთი
მტკივა მხრის და ხელების, ხო, ესეც ძალიან ნორმალურია. ახლა გულში რაც ვხატეთ, აი ეს მადლიერება, ძალიან ჰარმონიული და ესეთი ენერგია, უფრო მანიფესტაცია არის და გამოხატვა ამ რაღაცა მადლიერების სამყაროს მიმართ და ეს არის უკვე კონკრეტულად თქვენ წინაღობებთან მუშაობა, იმ პროგრამებთან, რომლებიც გიშლით და ცხადია, რომ ეს უფრო დისკომფორტულად აღიქმება რა, ანუ ამ ყოველფრის დამუშავება და ეს ნორმალურია. სამაგიეროდ ამას რო დაამუშავებთ და გაატარებთ სხეულში, ხო, აი ამ კონფლიქტებს რო შეცვლით და გახდით ჰარმონიულად თქვენ რესურსებად გადააქცევთ, ხო? ძალიან დიდი ენერგიის მოსხოვება იცის და ისედაც მოკლედ ძალიან დიდ რესურსს იგრძნობთ საკუთარ თავში იმისთვის, რომ თქვენი მიზნებისკენ სვლა გააგრძელოთ. სხვანაირად გამომივიდა მომრგვალებები უფრო სქელია. კი, შეიძლება ეს ყველას თავისი ის აქვს, როგორ თქვა, ანუ ინდივიდუალურია ძალიან. ვიღაცას სჭირდება ეს მომრგვალებები და ეს ნეიროკავშირები ახალი, უფრო სქელი და დიდი, ანუ უფრო მყარი ნეიროკავშირი სჭირდება, რომ დააკავშიროს ეს ახალი კავშირი, რომ შეიქმნას ვიღაცას ფაქიზი ჭირდება, მაგრამ მაგალითად დიდი რაოდენობის, ანუ ყველასთან ინდივიდუალურია, როგორც გეხატინება, აი ისე არის შენთვის საჭირო რა, ამიტომ ამას არ მიაქციოთ ყურადღება, უბრალოდ შევამჩნიოთ და გავაგრძელოთ ხატვა. დავაკვირდეთ ამას, რომ აი რა საინტერესოა ყველაფერზე. ჯობს რომ გქონდეს ესეთი რეაქცია. ბავშვს როგორიც აქვს, ხო, რა საინტერესოა. ფაქტი, დავაფიქსირე და რა საინტერესოა. შეიძლება მომივიდეს პასუხიც რატომ. პროცესში, იმიტომ რომ მაინც დიდი პრაქტიკის მერე განსაკუთრებით პირდაპირ ესე გიტივტივდება პასუხები, რომ რატომ გამომივიდა ეს სამკუთხედი დიდი, რატომ გამომივიდა ეს წრე ასეთი, რატომ გავავლე მეტი ხაზი მარჯვენა მხარეს, რატომ რაღაცა იქ რო ამრგვალებ თავი, რატომ მტკივდება მარჯვნივ და მარცხნივ, რო ამრგვალებ, რატომ ამტკივდება. აი ამ ყველაფრის რეფლექსიას, თვითრეფლექსიას ძალიან ისე სწავლობთ პროცესში, როცა ემუშავებით ამ ყველაფერს და საკუთარი თავის შემეცნების თვალსაზრისითაც ძალიან ისეთი კარგი ინსტრუმენტია და საკუთარი თავის დაკვირვების. აი ეს რაღაცა ხშირად შემოხდა YouTube-ზე და სხვა პლატფორმებზე ალგორითმები ესე მოწოდებული რა ჩანაწერების სახით და ამდენად ოკეი არის თავ თვითნებურად რომ ხატვან. იცი რა, მე არ ვემხრობი ხოლმე თვითნებურად ხატვას, მაგიტომ ვაძლევ მაქსიმალურად მე რაც თქვათ შემიძლია რომ მაქსიმალურ ჯერითი ინსტრუქციას მოვაყოლებ ხოლმე თუ რამეს ჩანაწერში ვტოვებ ჩემ გვერდზე მაგალითად და პლუს აბსოლუტურად სულ კომუნიკაციაში ვარ მე იმ ადამიანებთან ვინც ხატეს, როცა ვერ ვხედავ ხო რა დახატა და როგორ დახატა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ შეიძლება ახლა შენ უყურო ინსტრუქციას და მიყვე და გააკეთო ისე როგორც უნდა გააკეთო და ვინმე მეორე ადამიანი ხატავდეს და ამ დროს ისეთი წინაღობა ჩაერთოს, რომ შინაარსს ვერ გამოიტანოს, როგორ უნდა გააკეთოს, დაიბნეს რაღაცები არასწორად გააკეთოს და არ არის ეს უვნებელი პრაქტიკა ესე ამ კუთხით რა, შეიძლება რაღაცა მწვავე ემოციური რეაქცია გამოიწვიოს, რომელსაც ადამიანი ვერ გამკლავდეს იმ კუთხით, რომ რაღაცა ბრეიქდაუნი დაემართოს ემოციური და რატომ ხო რა ძალა ისედაც მე როგორც ნეიროგრაფიკის ინსტრუქტორს ესე თუ ადამიანს არ აქვს გავლილი რაღაც საბაზისო პრინციპები არ მაქვს ახსნილი არ მაქვს უფლება რომ მივცე უფლება ხატოს დამოუკიდებლად ესე რა რაღაცეები მით უმეტეს YouTube-დან რაც არ ვიცი ხო ხა იქ რამდენად კომპეტენტური არის ის ადამიანი ან რამდენად საკმარისად აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა შეიძლება განვითარდეს ხო ხატვის პროცესში. ამიტომ აი კურსებიც რომლებსაც ვაკეთებ, საერთოდ ინსტრუქტორებს აქვთ ხოლმე ცალკე რა ეს კურსი, მომხმარებლის კურსი, ესე ქვია, სადაც მოდიხარ და აი ამ პრინციპებს ცალკე გიხსნიან და თქვა ცალკე მუშაობ ამ თვალსაზრისით, რომ უსაფრთხოდ როგორ ხატო. მე ამ მომხმარებლის კურსს პრაქტიკულად ყველგან ვიძლევი, ყველა ჩემ კურსში დასაწყისში. აუცილებლად უხსნი ხოლმე რა ადამიანს რაღაც მინიმალურად იმ წესებს უსაფრთხოების, რომელიც აუცილებელია, რომ დავიცვათ ხატვის დროს, იმიტომ რომ ყველა ფსიქიკა ძალიან სათუთი
რამეა და მასთან ხუმრობა, არ არის სასურველი. შეიძლება ახლა იწერებიან ნახე ფიზიკური მდგომარეობები აქვს სხვადასხვა. გოგოწეს წლის წელ კომენტარს თითებს თურმე ისე უჭერ მარკერსო და ხელი გოლი გაიწა ჩემი შურები კივიან. შენთან ერთად ყოველთვის ფანტასტიურად ვართ კომადულ. თავი ვერ ავწიე ისე შევყევი ძალიან კარგი. ანუ ოკეია. ოკეია რა უნდა ვერ გავიგე რაზე მეკითხა. ოკეია კი რამე თუ დისკომფორტი გაქვს ოკეია ეს პროცესში და მთავარია რომ ნახე მე ამ დისკომფორტიდან ბოლოში რო გავალთ გამოხვიდე. სწორად ხატვა არის ეგრო რომ მორჩები ხატვას ყველაფერი გაგივლის დამშვიდები და წმარდები დაიძინებ. შეიძლება ცოტა ჩაძინება გაგიჭირდეს თუ ძალიან ბევრი ხაზი გაავლე და ძალიან გააქტიურე შენი ტვინით ან საღამოს ძილის წინ. მაგრამ ნუ ეს არ არის ვთქვათ ისეთი რაღაცა უძილობა და რაღაც საშინელებას არ დაგმართებს. უბრალოდ შეიძლება უფრო მეტად აღზნებული იყოს, ცოტა და მეტი ენერგიის მოზღავება გქონდეს და ამ დროს ურჩევ ხოლმე რა რაღაცა ისეთზე მიმართეთ ენერგია, თუნდაც ამ სურვილის მიმართულებით, სადმე გაუშვით რაღაც ქმედებაში. არ ვიცი, მოძებნეთ სასტუმრო და ბილეთები, მაგალითად რაღაც სადღაც მოგზაურობა თუ გინდათ. ანუ რამე თქვენი სურვილის მიმართულებით გააკეთეთ 1-2 ნაბიჯი ქმედება და იქეთ გწავა ეს ენერგია, იქ გაუშვით. ხო და ან ვიცი რაღაცა სახლი თუ გინდა რომ იყიდო ან ააშენო, ვიცი პინტერესტში მინიმუმ დაჯექი და დაათვალიერე როგორი გინდა რომ ეს სახლი იყოს. მოკლედ შენი სურვილის მიმართულებით გაუშვი ეს ენერგია. როგორ დაფა გააკეთა ამ თემაზე. კი ბატონო, იდეალური იქნება. ან და ვიზუალური დაფა ინტერესს. ხო და აი ეს იქნება თქვენი მხრივ ენერგიის სწორად მართვა და მიმართვა. აი ამ ენერგიის რომელიც გამოთავისუფლდება ამ ხატვის პროცესიდან. ხო. მე დავიწყებ ახლა გაფერადებას. ეხლა რა არის ამ გაფერადებაში მნიშვნელოვანი ნახეთ რესურსი გარედან შემომაგ შიგნით, ჩემ მიზანში და ფერშიც ასე ვაფერადებ. აი ამ სამკუთხედს კი არ ვაფერადებ მარტო ცალკე, ნახეთ, წამოვიღე ეს ფერის ტალღა. აი რატომღაც და რომ ამეღო ხა ეს ფერი, თუმცა დიდად არ მიყვარს, ხა რო გითხათ, მაგრამ ეს აიღო ხელმა და ვნებდები ამას, ამან უკეთიცის. და წამოვიღე და შემომაქე ხა ეს ფერი სამკუთხედში. და გაიაროს სამკუთხედზე ამ ენერგიამ ფერითაც აი ესე ტალღებივით შემაქვს ამ წრეში, ნახეთ. შემოვიტანე სამკუთხედში. შემიძლია ეს სამკუთხედი მთლიანად გადავაფერადო თუ მომინდება, ამფრად შემიძლია არ გადავაფერადო. აი ესე შემოვიდა ფერის ტალღა, გაიარა. შემიძლია გავაჩერო აქ, შემიძლია წრეში შემოვიყვანო ეს ფერი, როგორც მოგინდებათ. ნახეთ, მთავარი რა არის ხა აქ პრინციპი, რომ ფრაგმენტებად ხო არის დაყოფილი ეს ნახატი ამ ხაზებით. არის ერთი ფრაგმენტი, მეორე, მესამე, მეოთხე, აი მთავარია რომ ეს ფრაგმენტები აი ესე ცალ-ცალკე არ გააფერადოთ მარტოები, ანუ ერთი ფრაგმენტი თუ მაქვს აქ წითელი გვერდში უნდა ყავდეს მიტყუპებული ზუსტად გვერდზე, საზღვარზე იგივე ფერის ერთი ცალი მაინც, სხვა ფრაგმენტი. ანუ მარტო წითელი, ყვითელი, ლურჯი ესე გვერდი არ უნდა იყოს განლაგებული 2 ან მეტი. ნახეთ, ჩემთან გამოვიდა მეტი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 ფრაგმენტია, ესე წითელი ფერით გავაერთიანე. ახლა გავჩერდი, იმიტომ რომ აღარ მინდა, ვიგრძენი რომ აღარ მინდა მეტი წითელი და რომ ავიღო რაღაცა სხვა ფერი. ავიღე ეს სხვა ფერი და ვაგრძელებ გაფერადებას. აი ამ ფონიდან მაქვს ისევ ეს ფერი. ვცდილობ ახლა ამ საზღვრებში ჩავჯდე ხაზების, ხა იქ ცოტა ხმა აღარ არის მიშენი. მედია ახლა გასწორდება. კი, გასწორდა.
ხო და შემომაქვს ახლა ვარდისფერი, ნახეთ გვერდში. ისევე სფერი წამოვიღე ამ სამკუთხედში. აქაც გავიარე. ნახეთ არ არის ანუ აუცილებელი არის ალგორითმები, სადაც კონკრეტულად ვაფერადებთ ხოლმე ფიგურებს, რომ აი სამკუთხედები უნდა გამოვყოთ მაგალითად, რომ უნდა იყოს აი ამ ფერი. და არ უნდა გავცდეთ და ფონს მერე სხვა ფერში ვაფერადებთ ხოლმე. აქ არა, აი ნახეთ ნაკადობრივად აი ეს ფერის ენერგიით, აი აქ შემომაქვს, აი ამ ჩემ მიზანში შემომაქვს ენერგია, შემოვიტანე წითელი, შემოვიტანე ვარდისფერი. ახლა წამოვიდა იისფერი და ისევ სანაირი იისფერია, მაგრამ კაი, ცნაირი ლურჯია. წამოვიღე და შემოვიტანე ისევ შიგნით. რატომღაც ლურჯზე, ახლა მომინდა რომ ეს სამკუთხედზე კი არ გავჩერდე, არამედ სამკუთხედსაც გავცდე, ესე ვთქვათ, მთლიანად გავაფერადო და შემოვიტანო ეს ლურჯი თითონ წრეშიც. აი ესეთი იმპულსი წამოვიდა. ნახეთ, აი ამ ყველაფერს იმიტომ ვაჟღერებ, რომ ჩემს შინაგან დიალოგს ხმამაღლა ვაჟღერებ, რომ მიხვდეთ ჩემ თავს როგორ, ანუ რამდენად ვუსმენ აი ამ იმპულსებს შინაგან, სხვა რაც მოდის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ამ დროს აი ქვეცნობიერიდან ამოდის ეს იმპულსი. და ასე ჭირდება, ეხლა შენს ქვეცნობიერს ასეთი გამოსახულება ჭირდება. და მე მას ვუსმენ და ასე ვთქვათ, რეალიზებას ვუკეთებ აქვე. და შემოვიდა ეს ლურჯი. თვითონ წრეშიც ნახეთ რაღაცა ფრაგმენტი გავაფერად. ეხლა ამას შედარებით სწრაფად და ცოტა უხეშად ვაკეთებ, ისევ იგივე მიზნით ხო, რომ მოვასწროთ. მე შეგიძლიათ გაალამაზოთ და ამის ესეთ მიწავნით გააფერადოთ. ჩაკრალურად ხდება ხოლმე ხშირად აი ამ ფერების ინტერპრეტაცია. ლაივის შემდეგ ჩაძნება გამოჭირდა კი, მაგრამ აი სასწაულად მეძინა წლის გამოღვიძა მაღვიძა. იცის ხო ნეიროგრაფიკამ ცოტა მეტი ძილი გჭირდება თითქოს რომ აღდგე. საოცარ დაღლილობის შეგრძნება გამიჩნდა დამრგვალების შემდეგ. აფერადებთ ეხლა, როდის ვაფერადებთ და აი ვაფერადებთ. ხატვის პროცესი საოცარი მთქნარება დამიწყოს ნორმალია კი. მთქნარება არის ზოგადად იმის ნიშანი, რომ კარი გაიხსნა, ესე ვთქვათ, შენი არაცნობიერი შრეების და ცოტა ტრანსშიც ხარ. და ეს ნორმალურია. ანუ სიღრმეში ხარ შენი თავს, ცენ თავს ჩაუღმავდი და აი ამ პროცესებს ამუშავების პროცესებს ღრმა შრეებზე გადიხარ. ფერებზე ლაპარაკობდი, რომ ჩაკრალოდაც უკეთებენ ხოლმე ინტერპრეტაციას, ანუ რას ნიშნავს თქვა წითელი, რომ ეს პირველი ჩაკრის ფერია, შეგიძლიათ ამაზე წაიკითხოთ კიდეც ხო არსებობს უამრავი ინფორმაცია, მაგრამ არის რომ რაღაც დაოსური ფილოსოფიის მიხედვით, ხუთი ელემენტის მიხედვით აკეთებენ ხოლმე ამ ფერების ინტერპრეტაციას. ეს ყველაფერი ცხადია, რომ ძალიან ახლოს არის სიმართლესთან და ეს ინტერპრეტაცია არ არის ასაც ხაერიდან მოტანილი, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენ თავებს კითხავთ და მიზან უფრო ისეთი იქნება ახლოს რეალობასთან, თუ თქვენ თვითონ გაუკეთებთ ინტერპრეტაციას ფერს, რომელსაც იყენებთ. ანუ თქვენთვის რასთან არის ეს ფერი კავშირში? პირველი ასოციაცია რაც მოდის ხოლმე, როგორც წესი, ის არის ხოლმე იმის თქმა უნდა შენთან ამ შენთვის ამ ფერით აი შენს არაცნობიერს. ანუ მაგალითად შენთვის წითელი თუ არის აქტიურობა, ქმედება, მოქმედება, ვნება და უსურვოთ წითელი დატვირთვას ატარებს და შენთანაც თუ ამასთან ასოცირდება რაღაცა
მოძრაობასთან და აქტიურობასთან. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შენი არაცნობიერი გეუბნება, რომ აი ამ შენს მაგალითად წითლად რა რესურსიც გააფერადე, ამ რესურსთან მიმართებაში იყავი უფრო მეტად აქტიური, მეტი ქმედება მოიმოქმედე, უფრო ესე მიუდექი ხო რაღაცა აქტიურად ამ ყველაფერს. თუ უცებ რომელიღაცა რესურსი გააფერადე ნარნარა სუბუქი ცისფერით ან ტალღებისფრად, ცხადია, რომ მანდაც სხვა ასოციაცია გვაქვს ხო ტალღებთან და წყალთან. დავაკავშიროთ იმასთან, რომ აბა შენთვის რა არის ეს ცისფერი, რა არის შენთვის ტალღები და ჰაერი და შესაბამისად ამის თქმა უნდა შენს არაცნობიერს, იმიტომ რომ ჩემთვის შეიძლება წითელი ნიშნავდეს ერთს, შენთვის შეიძლება წითელი ნიშნავდეს მეორეს. შესაბამისად, მანდ არ არსებობს უნივერსალური ახსნები. თუმცა, უფრო სიღრმეებში ამის შესწავლის და გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი ხოლმე, მაგალითად, როგორ დავაბალანსო ადამიანის მდგომარეობა, ვიცი, თქვათ, რა ფერი ვურჩიო პროცესში, თუ რაღაცა ესეთი ძლიერი რეაქცია ან ემოცია წამოვიდა, ცხადია, ეს ყველაფერი არსებობს და ამას ვიყენებთ როგორც ინსტრუმენტს, მაგრამ ეხლა გაძლევთ თქვენი საკუთარი თავის რეფლექსიისთვის იდეალურ ასე თქვათ, ვარიანტს, რომ ფერებთან მიმართებაში ყოველთვის ასე შეეცადეთ, რომ გარჩიოთ თქვენი ნახატები და ძალიან ბევრ პასუხს მიიღებთ. იმიტომ რომ ნახატი თქვენია, ფერის აღქმა თქვენია. სურვილი სადაც დაწერეთ, ის ფურცელი თუ შეგიძლიათ, რომ მაჩვენოთ. ოკეი, შემიძლია, აი გადმოვხდი, აგერ. ეს მე ვაშხრიალებ, თუმცა მე ვაშხრიალებ. დომდირებ და მიდი აშხრიალე, კაია. მე მიყვარს ეკხმა. გადავშალო? გადავშლი ისე გავაგრძელებ. კაფერადებას. გადახვედი ფერებზე, ანი? კი, გადავედი, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, სულ ის გავამოხვრია. მაგას მე გადავხედავთ კიდე და მიამუშავებ ბოლოსკენ. ერთი რო გაიმეორო, ფერებთან დაკავშირებით გადმოსყაზე. ხო. ანუ ნახე, აქ არ ვაფიქსირებთ ფერებით ფიგურებს, როგორც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე სხვადასხვა ალგორითმებში, რომ აი კონკრეტული ფიგურა, კონკრეტული ფერის არის. პირიქით, აქ თითქოს აი ამ ფერის ტალღით შემოგაქ ენერგია აი ამ შენ მიზანში. ანუ ნახე, წითელით წამოვიღე და ამ წითელი სამკუთხედით შემოვიტანე წითელი ფერი, ლურჯით შემოვიტანე და თან წრეშიც გავიარე, ნარინჯის ფერითაც ნახე შემოვიტანე აქ. ანუ თითქოს ფერის ტალღით მოყვები და შემოგაქ ფერები აი ამ მიზანს მუხტავ. თან რესურსის გავლით. მერე საინტერესოა და იმის დაკვირვება, რომ რომელ რესურსზე რა ფერით გაიარე და შენთვის ეს ფერი რა არის და მიხვდები კონკრეტული რესურსი, აი თქვათ აი ეს ხარასაც ვამბობდი რა ინტერპრეტაცია ძალიან საინტერესოა ხოლმე მე ამის რეფლექსია. ანუ იმდენად რაღაცნაირად ერთნაირი სამკუთხედები მაქვს. ზომაში? ზომაში რომ იდეაში დამავიწყდა და ანუ არ მინიჭები. და ნომრე? რომელი არ ციფრი არ დაუწერა? არა უშავს ეს. ესე იგი, შენ ცნობიერ ნაწილს ეგარჭირდება. შენს ქოსნობიერს ახსოვს და მიჯერე, რომელი სამკუთხედი სად არის. ოთხივე ერთნაირად მნიშვნელოვანი რა, ანუ ერთ დონეზე, ერთ ხარისხში არიან ეს მგონი. გასაგები არის, რაც მოგიყავით ფერებზე. ხო, ფერებზე უფრო სხვადასხვა ვაპირებ ამას სულ და ალბათ აი იმ წლის დასაწყისში გავაკეთებ ცალკე ამაზე კურსს. ეს უფრო ის არის რაღაც ნეიროჰილინგის მიმართულება არის. აი ამ ფერის ენერგიებით და სტიქიებით მუშაობა და დამუშავება სხვადასხვა რაღაცების. ნაწილობრივ სხვადასხვა ეს თემა მექნება, რამდენადაც მექნება ამის საშუალება. აი ხარო კლუბი გავხსენით ნეიროგრაფიკული და დღეს არის სხვადასხვა ბოლო დღე გაწევრიანების, აი
ღამემდე. ხვალ დილას უკვე აღარ იქნება შესაძლებლობა აქ მოხვედრის და მანდ გვექნება ჩაკრების მიხედვით თითო თვეს დავამუშავებთ მოკლედ თითო ენერგეტიკულ ცენტრს და იმის გარშემო ვიტრიალებთ იმ პირველ ცენტრთან მაგალითად რა ემოციებია კავშირში, რა პროგრამებია, როგორ ვემუშაოთ, რა ფერებით ვემუშაოთ და ასე შემდეგ და მან შევეხები ნაწილობრივ ფერებს, მაგრამ ხშირად მთხოვენ ხოლმე აი ამ ფერების უფრო ვრცლად გაშლას და ძალიან მინდა რომ თავი გავაკეთო ამაზე. კურსი საინტერესო იქნება. ფერის ენერგია არის ძალიან ძლიერი. აი ხა ვინც უკვე აფერადებთ, შეიძლება იგრძნოთ, რომ ცოტა შეიძლება დაგცხეთ ფერის ეტაპზე, რაღაც ენერგიის მოზღავება იგრძნოთ, ბევრად უფრო სხვა ენერგია აქვს, ვიდრე ხა როზი ხარ და ამრგვალებ. სულ სხვა განწყობა მოაქვს თან აქტიურად ფანქრით თუ აფერადებ. ესეთი უფრო თან აქტიურია. ყველა სწავლა ატეხილია. არ გაქვს ათლელი? არა. ანუ გავიდე და იყო. ესე იგი, კონკრეტული შეზღუდვების ფარგლებში მოგიწევს. მოქმედება. უბრალოდ არ დასრულებულა. ნუ ხა ისეთი მასშტაბური სურვილი თავიფიქრე. ანუ ჩემი ცნობილი მეუბნება, ანუ ხო კარგად ხარ, მაგრამ ხო ყველაფერი კარგად გაკანიო, ხო? იცი რა არის ეგეთი დროს, ხო იცი, სულ 7 სათლელი გქონდეს, ეგეც იწყება ხოლმე, რომ თლი ფანქრებს ტყდება, კალმები უცებ ყველა ჩერდება, არასერთი აღარ წერს, რამდენი შემთხვევა მქონია, იცი, ეგეთი ეს არის ირიბი წინაღობა პარასცნობი ძახი, რომ არაცნობიერი იწყებს უკვე გარშემოც მოქმედებს ყველაფერზე, რომ ოღონდაც შენ არ გადავახო და არ შეხვიდე აი ამ რა ქვია, მოვლენების ახალ თანმიმდევრობაში, ესე ვთქვათ, განვითარების ახალი ჯაჭვის იმაში არ შეხვიდე პროცესში. საინტერესო. მწვანე არის კიდე ძალიან საინტერესო ფერი, ანუ არის, რომ აი ადამიანებისთვის ასოცირდება რაღაცა გაზაფხულთან, ბუნებასთან, სიმშვიდესთან, სიახლესთან. შენთვის რა არის? ფულია. ფულია, ხედავ, შენ გაქვს ფული. ფულის ხალხშორის ძალიან ხშირი ის არის ასოციაცია მწვანე. ალბათ დოლარის კუპიურიდან გამომდინარე, არ ვიცი რატომღაც ხშირია კი. უფრო სხვანაირი ფული არის, აი უფრო კეთილდღეობის ფული, ვიდრე აი რაღაცა ვიდრე აი როგორ თქვა, ვიდრე მეორე და მესამე ჩაკრის ენერგიას აქვს რა, აი სილაღე ფული არის თუ რაღაცა ეგეთი. ლაღი ფული, ხო, და იცი მწვანე ფერი არის ბავშვის ფერი. აი ეს ლაღი, გაბედული, კრეატიული მეოცნებე, აი ესეთი ენერგია არის რა, ეს მწვანე. ლოგიკური და დაგეგმილი და მიზეზშედეგობრივი და რაღაცნაირი გათვლილი კი არა, ესე მარტივად მსუბუქად რომ მოდის და მოდის, აი ეგეთი ენერგიაა და ბავშვის ენერგიას ადარებენ რა. და თქვა მწვანე ფერს თუ იყენებ, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ეხლა მე რო ვხატავ თან გამახსენდა და პარემ გეტყვით, ანუ აქვს ესეთი ინტერპრეტაცია, რომ მიუდექი ამ თემას ლაღად, მარტივად, მსუბუქად. აი ამ რაღაც დიდი ანალიზის გარეშე, ბავშვი როგორც დგამს ნაბიჯს გაბედულად, ისე გადადგი. აი რაღაცა უფრო ეს ენერგიაა და მეორე მხრივ კიდე არის დაოსურ ინტერპრეტაციებში არის მასწავლებლის სფერი, უფრო სიღრმეებში ჩასვლის სფერი. რაღაცა პროცესს რო შეეხები, რაღაცა ახალ პროცესს რო შეეხები და თითქოს მე ამ ენერგიას წამოიღებ და შიგნით აკეთებ ამის შესწავლას, explorations, ჩაღრმავებას, აი ეგ ენერგიაც არის. მოკლედ აი ძალიან ბევრნაირი შეიძლება ქონდეს ინტერპრეტაცია. და ძალიან ინდივიდუალურია. და ცხადია ამაზე საუბარი ძალიან საინტერესოა ხოლმე ყოველთვის და ამის გარჩევა.
გაზიარება ასოციაციების სფერებთან დაკავშირებით ემოციების თვითონ პროცესიდან საინტერესოა ხოლმე ჩემთვისაც როგორც დამკვირვებელი როცა უყურებ თქვათ აი ჯგუფში ხა მიმდინარე კურსი რომ აქ იქ არის ხოლმე ხშირად ამაზე საუბარი რომ აი რაღაცა ისეთი ფერები გამოვიყენე რომელსაც არასდროს არ ვიყენებ სულ სხვა ფერები წამოიღო სულ სხვა ემოციები მაქვს ეს ფერი დავხატე და მე გემრიელება მინდა რომ შევჭამოოღონ და აი ფერი არანაირად არ ასოცირდება საჭმელთან რომ შეხედო ესე რა მაგრამ იმ ადამიანისთვის ეგეთია ანუ აი ძალიან საინტერესოა ხოლმე ამის ყველაფრის დაკვირვება და გარჩევა რანაირი არლეკინა ნახატი გამომივიდა ნახე როგორი ფერადია მაზი ლაღი და მხიარული ამის გადავდე როგორ გავწევრიანდეთ და შეგიძლიათ კიდევ ვარდისფერების გრადაციას მაიკო იწერება ხვალ რო გავაგრძელო გაფერადება შეიძლება არ მქონია ფანქრები თუ არ დაგიწყია გაფერადება შეგიძლია რომ გავაგრძელო ხვალ თუ რა გაფერადების პროცესი დაიწყე საერთოდ ჯობია რომ ის ეტაპი მორჩეთ ხოლმე იმ დღეს რა ეტაპიც დაწყებული გვაქვს მაგრამ ნუ თუ არ გაქვს რა გაიწყობა ისე ჯობია დავასრულე გაფერადებაო მაქსიმუმ რამდენი ფერი გამოვიყენოთ მაქსიმუმ არ ვიცი 7-8 ალბათ ძალიან ბევრ ფერსაც ნუ შევურავთ მინიმუმ 4-5 მაქსიმუმ 8-9 კარგია ყველაზე მეტი 8 არის საერთოდ ისეთი ციფრი რომ ახსაქმელად ჩვენი არაცნობიერი შრებისთვის უფრო კომფორტული არის აი მაქსიმალური რაოდენობა არის 8 ფიგურებზეც ფერებზეც გაწევრიანებაზე მკითხა გოგო გაწევრიანებაზე მოიწერე შეგიძლია მომწერო პირადში და მოგცემ ჩემი ასისტენტის კონტაქტს რომელიც მოგივლის გაგაწევრიანებს და გარეგისტრირებს ჩემთან სტორებშიც დევს ეს ლინკი ტელეგრამის ამ გოგონას კონტაქტის მაკოს კონტაქტის მაგრამ შეგიძლია პირადშიც მომწერო თუ ვერ მოძებნე მე სამკუთხედები მომინდა რომ წითლად დამეხატა წრეც წითელი ანუ ერთ ფერში არ მაქვს ეს ნახატი როგორც თქვენ კი შეიძლება ყველას გვაქვს ჩვენი აქვს შეგიძლია რომ სამკუთხედები დაწყრე გააფერადო ერთ ფერში შენთან ალბათ ესე იყოს საჭირო რომ აი ამ აქტიური წითლის ენერგიებით შემოგეტანა ეს რესურსების ენერგია წრეში შენს მიზანში ასე შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული ხა ეს შენი იმპულსი რომელიც წამოვიდა შიგნიდან და შეასრულე ნაწერფურცელს რას უშვებით ნაწერფურცელს ვინახავთ აუცილებლად იმიტომ რომ რაღაცა დროის მე აღმოაჩენთ რომ რაც ჩამოწერილი გაქვთ რაღაცები ნელ-ნელა რაღაც სხვანაირ მნიშვნელობას იძენს და შეიძლება უცებ მატერიალიზებასაც გამოკრათ ხელი ბევრად უფრო მალე ვიდრე იქ გიწერიათ იმ ვადაში ხვალ რომ იგივე საკითხზე თავიდან დავხატო შეიძლება კი იმდენჯერ შეგიძლია დახატო რამდენჯერაც მოგინდება ამ ალგორითმით ერთი და იგივე საკითხზე თუ დახატავ უფრო კარგად დამუშავდება кейსებად ხატოს ვეძახე მე ამას როცა ერთ და იგივე თემას ამუშავებ ან ერთი და იგივე ალგორითმით ბევრჯერ ან კიდევ სხვადასხვა ალგორითმით ერთ და იგივე თემას უდგები სხვადასხვანაირად ესეც არის შესაძლებელი რა ამასაც აკეთებთ ხოლმე кейსებად ალგორითმებს და ისე ყველა მხრიდან ვემუშავებით შემდეგი ეტაპი რა არისო ეხლა იკითხა გოგომ და შემდეგი ეტაპი არის აბსოლუტის ეტაპი ანუ ეხლა ვატარებთ ეს მე-7 ეტაპი რაც არის ნეიროგრაფიკის ალგორითმების თანმიმდევრობის ბოლო ეტაპი ну თუ არ ჩავცვლით სტილიზაცია არის ახალი დამატებული ეტაპი რომელსაც შეგიძლიათ ხვალზე ერთი კვირის განმავლობაში აკეთოთ სტილიზაცია გულისხმობს გალამაზებას ნახატის ანუ სადღაც შევა მოგინდეს ხაზები უფრო გადაატარო გამუქო მოამრგვალო სადღაც იქ ფერები რაღაც გადაცემები გაუკეთო სადღაც დაჭრილი სადღაც რაღაცა გააკეთო ეს არის სტილიზაცია ეს არის უკვე მერე ბოლოში შემდგომი ეტაპი და აი კლასიკური ეტაპებიდან ყველაზე ბოლო არის აბსოლუტის ეს არის აი უზენაესი გონის იმ სამყაროს აბსოლუტური ენერგიის აი მაღალ ვიბრაციული უპირობო სიყვარულის ენერგიის ჩართვა ამ ყველაფერში ანუ ამ შემთხვევაში თქვენ მიმართავთ აი ამ მაღალ ენერგიას ღმერთს სამყაროს რომ
დაგეხმაროთ აი ამ თქვენი მიზნის მატერიალიზებაში. ეს არის ამ ეტაპის ახსნა, ესე ვთქვათ. გრაფიკულად როგორ გამოხატავთ ამას, ანუ ატარებთ სქელ ხაზებს, აი ეს სქელი ფლომასტერით. ანუ თან რიგით სხვა ენერგია გადის უკვე ამ სხვა ენერგია ხო, ახლა სამყაროს ენერგია და ჩვენი ენერგია, სხვადასხვა სისქის ხაზი უნდა გაატარო, რომ იქ გაცილებით უფრო მაღალ ვიბრაციული ენერგია გადის, ეს ვიზუალურად უნდა ჩანდეს. აქედან გამომდინარე ვატარებ სქელ ხაზებს, ამ სამყაროს ხაზებს. ამ ალგორითმზე შეგვიძლია რომ გავატაროთ 3 ხაზი, 3 აბსოლუტის ხაზი. ეს ამ ხაზის მიმართულებას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია რომ დაიწყოთ რომელიმე თქვენი ნეიროგრაფიკული ხაზით, ახლა მე როგორც გავყევი ჩემ არსებულ ხაზს, მივყვები ჩემ ხაზებს, სადღაც გადავახტი ჩემ ხაზებს, სადღაც ისევ ვუერთდები, სადღაც ისევ ვაგრძელებ და მივყვები ჩემ ხაზს და გავედი, გავატარე ერთი ხაზი. და ამ ხაზს უნიშნელობას ვანიჭებ თითოეულს, ანუ აი ყველაზე მეტად სამყაროსთან რა ენერგიით გჭირდება მხარდაჭერა. და აქ კლასიკურად მიყვარს ხოლმე მაგალითების მოყვანა, რასაც ყველაზე ხშირად ვურჩევ ხოლმე, რომ გაატარონ, ეს არის მადლიერების ხაზი ცხადია, იმიტომ რომ მადლიერების ენერგია ვიცით, რომ არის ტრანსფორმაციული და ბევრი სიკეთეების მომტანი. უპირობო სიყვარულის ხაზი მეორე, რომელიც ასევე მაღალ ვიბრაციული ენერგიაა და ძალიან გვეხმარება ამ პროცესებში და ისევ მივყვები ჩემ ხაზებს, სადღაც გადავახტები, სადღაც ისევ ჩემ ხაზებს და გავატარე მეორე უპირობო სიყვარულის და მესამეს მე ვატარებ ხოლმე მაგალითად მიმღებლობისას ან ნდობისას. შეიძლება ვიღაცას სჭირდებოდეს თვითრწმენის, ვიღაცას სჭირდებოდეს, ვიცი, მოთმინების და თმობის უფრო აი ამ კუთხით. მოკლედ აი რაც უფრო თქვენ როგორ გრძნობთ, რა მიმართულებით გჭირდებათ აი ამ სამყაროს დახმარება, ესე ვთქვათ, რა ენერგიით უნდა დაგეხმაროთ, რა უნდა გაგიძლიეროთ შიგნით. გაგიძლიეროთ მადლიერება, მადლიერების შეგრძნება, თუ უპირობო სიყვარულის შეგრძნება, თუ უპირობო მიმღებლობის, თუ ნდობის აი რა უფრო მეტად თუ რწმენა გინდათ რომ თვითრწმენა გაგიძლიეროთ, აი რა გჭირდებათ უფრო მეტად, ის დაარქვით ამ ხაზებს. მესამეს ახლა მე გავატარებ ნდობას და პირობო მიმღებლობას. ეს ხაზები შეიძლება რომ ერთმანეთს კვეთდნენ, დასაშვებია. შეიძლება არც კვეთდნენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ეს 3 ხაზი გავატარებ. დავამრგვალებ, დავამუშავებ, ისევ ამ გადაკვეთებს ვამუშავებ. ანუ ვამრგვალებ ისევ ყველაფერს, სადაც გაიარა ამ ხაზებმა. ამ ხაზების გადაჯაჭვებას, აი ნახეთ, ბევრად მსხვილი არის ეს ხაზები, ვიდრე ჩემი ხაზები, ხო, რომლებიც მე გავატარე. ის არის ჩემი ენერგია, ჩემი ქმედებები, ეს არის სამყაროს ესე ვთქვათ, ვაძლევ ნებას, რომ ჩაერიოს და დაემუხტეს ისე, როგორც უკეთესია ჩემთვის, აი ამის მანიფესტაცია, რომ ყველაფერი მატერიალიზდეს, იქ რო დავწერეთ. სასიკეთოდ ჩემთვის და მთელი სამყაროსთვის, ანუ მე ვუშვებ კონტროლს და ვენდობი სამყაროს. მაგის განცხადებაა ფაქტიურად ამ ხაზების გავლება და ამ ხაზების გადაჯაჭვება ამ ჩემს ნახატთან. და როდესაც ყველაფერს დავამრგვალებ, შეიძლება ითქვას, რომ ალგორითმი არის დასრულებული. ეს არის ბოლო ეტაპი. შემდეგ შეგიძლიათ მომდევნო დღეებში სტილიზაცია გაუკეთოთ. შეგიძლიათ დღესვე გაუკეთოთ, ანუ გულისხმობ გაალამაზოთ ეს ნახატი, რაღაცები მიამატოთ, გულისხმობ ფერებს უფრო გაამუქოთ, სადღაც რაღაც ფერს ზევიდან სხვა ფერი გადაატაროთ. და ხშირად უნდა ვუყუროთ მე ამ ნახატს იმისთვის, რომ ეს მიზანი, რომელიც დახატეთ, მატერიალიზდეს სწრაფად. ამისთვის შეგიძლიათ, რომ სადღაც დაკიდოთ ეს ნახატი ისეთ ადგილას, სადაც ხშირად შეხედავთ, ან ყველაზე მარტივია ხოლმე ტელეფონის ეკრანზე დაყენება, ფოტოსი, ნახატის ფოტოს დაყენება და ამის ყურება. ხშირად, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მაინც ტელეფონს უყურებთ და რამდენჯერაც შეხედავთ, იმდენჯერ დასკრინავს, თქვენი სარკისებრი ნეირონები დასკრინავენ ამ ახალ პროგრამას, ახალ სასიკეთო ცვლილებებს, ამ მიზნისთვის
საჭირო ჩვენს მიერ შექმნილ ნეიროკონტურს და ეს უფრო და უფრო გაგიჯდებათ და ძალიან კარგად იმოქმედებს. ძალიან საყვარელი ისტორია მომიყვა ერთმა ბიჭმა, რომელიც დადის ჩემთან ინდივიდუალურად ხატავს და კინოში ვიყავიო და შუქები რო ჩაქრა ჩანს ხოლმე ტელეფონების ეკრანები სანამ გამორთავენ, ანუ ფილმი რო დაიწყო და დასაწყისში სანამ ყველა გამორთავს და ტელეფონები ყველამ რო ამოიღო იმისთვის რომ გამოერთო ხმა ან რაღაც ჩაეწიო რაღაცა 3 თუ 4 ეკრანი დაუნახავს უკნიდან ნეიროგრაფიკით. ეკრანზე ქონდათ ნეიროგრაფიკა დაყენებული. თავრაუდოთ ესე მე ვაყენებინებ ხოლმე ყველას და ეთყობა. ჩემი მოხარებლები იყვნენ თავისი ნახატებით. ძალიან გავერთე ეს რომ დავინახე, იმიტომ რომ მეც ესე ვიჯექი ნახატით ეკრანზეო. ტელეფონის ეკრანზე. აბა რამე კითხვები ხო არ გაქვთ აქამდე ამ ეტაპზე? მე ხა კიდევ რამდენიმე წუთი დავრჩები თქვენთან და და დავასრულოთ, იმიტომ რომ 10-ზე მაქვს შემდეგი ლაივი სხვა გოგონასთან ვარ სტუმრად და გადავინაცვლო უნდა. რამე კითხვები თუ გაქვთ? დამიშვით. და მე დავაკრა. პასუხებ ყველაფერზე. თუ რამე კითხვა მერე გაგიჩნდათ, თქვათ ხატეთ რაღაცა მერე გაგიჩნდათ კითხვები, ასევე შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. შეიძლება ეგრევე ვერ გიპასუხოთ, მაგრამ აუცილებლად გიპასუხებთ, როგორც კი ვნახავ. თავკუ კავშირს მოგცემთ. და თუ ვინმეს დღევანდელი ხატვის შედეგად გაგიჩნდებათ გაგრძელება, გექნებათ ხატვის სურვილის მოგინდებათ მაგათ რომ გააგრძელოთ ხატვა და ამ პროცესში ჩაერთოთ უფრო აქტიურად, ამაზეც პირადში მომწერეთ, რომ დღეს ბოლო დღე გვაქვს აი ამ გაწევრიანების ხვალიდან უკვე და წელს აღარ მექნება უკვე ამის შესაძლებლობა მომავალ წლამდე უბისკარი გვექნება დაკეტილი და დახურულ სივრცეში დავხატავთ, დავიწყებთ დამუშავებას. ჩვენი ძალიან დიდი ნაყოფი. რა? ძალიან ნაყოფიერი ლაივი გამოგვივიდა, ესეთი სუყე. ძალიან კი, ესეთი საფუძვლიანი ალგორითმი არ მოგვისწრია, არ დაგვიხატავს. კარგად წაიღო. კარგად, კი, ისეთი დღეა თანანი, რომ ყველაფერმა ხელი შეგვიწყო. შეგვიწყო ზედმეტი ხარვეზების გარეშეც. თხის რქის ენერგია მე პირადად ვიგრძენი სინელეში, აგურ შენებაში, სიძნელეში, ემოციების დახშობის მცდელობაში და მაგრამ შუბლოსანიც მოვიდა ვითხრა რომ არ ინერვიულოთო ყველაფერი კარგად იქნება, აგერ ვარ მეო. მე და იუპიტერი თქვენს გვერდით ვარ. ძალიან დიდი მადლობა. დაისვენე 10 წუთი. ძალიან დიდი მადლობა. შენ ძალიან დიდი მადლობა ვინც აქ იყავით 2 საათის მანძილზე. გისურვებთ თითოეული რესურსის გააქტიურებას, დაბუსტვას და შემდეგ ამ მიზნების ბოლომდე მიყვანას, რაც არ უნდა ახლა ცოტა ძნელად წარმოუდგენლად და ესეც გიგანტურად გეჩვენებოდეთ. და მოგწერეთ მერე შედეგები გაგვიზიარეთ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა ძალიან დიდი ანი შენ. სასიამოვნო იყო როგორც ყოველთვის და წარმატებებს გისურვებ და მიზნების სწრაფ ეფექტურ და მასშტაბურ მატერიალიზებას. აბა შენიც. წარმატებები. მადლობა ყველას. მიცხადეთ ჩვენთან ერთად. კარგად.